შუა დღე მშვიდობით. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. ამბერ საინტერესო ამბებით ვართ, ხო? საათნახევრის განმავლობაში თქვენსგან გარკვეულებაში ვიქნებით, როგორც ყოველთვის, სხვადასხვა ამბებს გავეცნობით, როგორც სასიხარულოს, ასევე უფრო სასიხარულოსაც, იმიტომ რომ ჩვენ აჯობია მაგას, ხო? ცდილობ მოვძებნოთ ისეთი რაღაცეები, რომ ამ 21 საუკუნის პირველ მეოთხედში რაღაც პოზიტიური დავინახოთ, შევეცადოთ ის, რომ დავინახოთ ადამიანების შრომა და გაკეთილშობილება, თუმცა ხანდახან ვერაულით ხოლმე ისეთ ამბებს, რასაც ვაჩვენებთ ხოლმე, ახლა გულწრფელად მივიღოთ. ასე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ტრიალებს ჩვენს ირგვლივ, ძალიან ბევრი ტრაგედიებია სამწუხაროდ, მაგრამ პაატამ როგორც აღნიშნა, ცოტათი ესეთი დადებითი განწყობით, შემართებით, კარგი ენერგიით, კარგი სიახლეებით, გვინდა რომ ჩვენი მაყურებელი გავანებივროთ. ასევე კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ შეუძლია 24 საათის განმავლობაში იყოს ჩვენთან კონტაქტში, მოგწეროს ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Instagram-ის საშუალებით, გაგვიზიარონ მათი აზრები, თუ რა თემებზე სურთ რომ ვიმსჯელოთ ხოლმე გადაცემის განმავლობაში და მოკლედ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. კი ბატონო, და რამე იდეა თუ გექნებათ, კიდევ ერთხელ ასე ხანდახან აღნიშნოთ ხოლმე გაგვახსენდება, რამე იდეა თუ გექნებათ, თქვენ თვითონ რამე ისეთ განსაკუთრებულს აკეთებთ ან რაღაცა ისეთ აღმოაჩინეთ და გსურთ რომ გააზიაროთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგითმოთ დროს, იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩენების თანამონაწილეები ვიყოთ. ახლა ანონსი ვნახოთ მოკლედ და დაგიბრუნდებით სულ რაღაც რამდენიმე წამში. დღეს გადაცემაში ნახავთ სოფო შაიშმელაშვილის რუბრიკა რჩევები მშობლებს. რუბრიკის სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი ლანა აბაშიძე. როგორ გავზარდოთ კითხვის მოტივაცია მოზარდებში და შევაყვაროთ წიგნები მათ. გადაცემის სტუმრებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ლომთაძე და მოსწავლე ალექსანდრა კნიშოვა. სილამაზის კონკურსები და სტრესი, რა ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან მონაწილეები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქოლოგი ირმა ბოლქვაძე. ქეთა ჩუტაშვილის რუბრიკა დაიმუხტე. წიგნი კაქტუსა აფრიკაში. შეხვედრა მწერალთან. გადაცემის სტუმარია სოფია ბარშოვა. დავბრუნდით ესე იგი პირდაპირ ეთერში დღეს ხუთშაბათი არის და ტრადიციულად ჩემი რუბრიკის ჯერი არის ამჯერად უნდა ვისაუბროთ ბავშვთა, ჩვილთა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ 23 აპრილი არის სწორედ ამ დღის, რატომ დაწესდა ეს დღე, რა მნიშვნელობის არის და ზოგადად რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ დღეს, უნდა მოვიწვიო ლანა აბაშიძე, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამას ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. პირველ რიგში მაინტერესებს, როდის დაწესდა 23 აპრილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და რა დანიშნულების არის ეს დღე? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება 23 აპრილს, მსოფლიომ უკვე მეოთხედ აღნიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე. ამ დღის დაწესების მიზანია, რომ გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. და ასევე ეს ემსახურება მიზნად, რომ გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის, პრევენციისა და სამკურნალო სერვისები. როგორც ცნობილია, 18 წლამდე მოსახლეობა შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 1/3-ს. და ასევე ცნობილია, რომ ზრდასრულების ფსიქიკური პრობლემების 4-დან 3 შემთხვევა სწორედ იწყება ბავშვობასა და მოზარდობაში. შესაბამისად, ეს ყოველივე ცხადყოფს და აჩვენებს, თუ რატომ გახდა ამ დღის დაწესება მნიშვნელოვანი. მადლობას გიხდით თქვენ, რომ დრო დაუთმეთ ამ თემის გაშუქებას, ხოლო მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამა და საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციაც ბათუმის სკოლებში მართავს საუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სწორედ ამავე მიზნით. საინტერესოა რა განსხვავებაა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მოზარდობის შემთხვევაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობა ეს არის ბავშვის ჰარმონიული განვითარება და ასაკის შესაბამისი უნარი, რომ ბავშვმა შეძლოს მართოს საკუთარი ემოციები, დაისწავლოს ახალი სოციალური უნარჩვევები, დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობები გარშემომყოფებთან, დაძლიოს სტრესი და ასევე გაუმკლავდეს პრობლემებს. ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ბავშვები და მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, რადგან სტრესი, ოჯახური პრობლემები ეს მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ფსიქიკური პრობლემების სიმპტომების დროული ამოცნობა და შესაბამისად დროული მართვა. კი ბატონო, საინტერესო არის როგორი არის პირველადი გამოვლინება და რა სიმპტომები არის, რომ აი მაგალითად მშობელმა უკვე უნდა მიიტანოს ეჭვი, რომ მიშველს ფსიქიკური დარღვევები აქვს. ძალიან კარგი კითხვა და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციონ მშობლებმა და აღმზრდელებმა ემოციურ ცვლილებებს, ემოციური მდგომარეობის ცვლილებებს, ქცევის სირთულეებსა და ფიზიკურ გამოვლინებებსაც. აი მაგალითად, თუ ბავშვს მუდმივად აქვს დეპრესიული განწყობა, დაძაბულია და უარს ამბობს ჩვეული აქტივობებისადმი აქვს დაკარგული ინტერესი, მაგალითად აღარ სურს სპორტის აქტივობით დაკავება, აღარ სურს თამაში, ან მაგალითად ძალიან ნერვიულობს და შფოთავს, აი ყოველდღიური ის რაც მას ძალიან მოსწონდა, ან ყოველდღიურ აქტივობებში ეს ნერვიულობა და შფოთვა ხელს უქმნის და გადაჭარბებულად შფოთავს ამასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია ცვლილებები შეინიშნებოდეს თვითშეფასებასთან დაკავშირებით, ან მუდმივად ნეგატიურად აფასებდეს საკუთარ თავს, ან მუდმივად ნეგატიურად საუბრობდეს საკუთარ თავზე. ცვლილებები, ფიზიკური ცვლილებები შესაძლებელია სამედიცინო მიზეზების გარეშე, როდესაც ბავშვს ხშირად აქვს მუცლის ან თავის ტკივილი, სოციალური იზოლაცია გამოიხატება, მაგალითად თუ ბავშვი მანამდე ძალიან აქტიური იყო და ეხლა თანატოლებთან და გარშემომყოფებთან კომუნიკაციაზე ამბობს უარს. საყურადღებოა ასევე ქცევის სირთულეები, მაგალითად შეიძლება გამოვლინდეს თვითდამაზიანებელი ქცევა ან სხვათა დამაზიანებელი ქცევა და თუ შეიძლება აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებითაც იყოს სირთულეები, როდესაც ძალიან უარესდება აკადემიური მოსწრება, ხო? თუ ეს სიმპტომები არსებობს, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს დროულად სპეციალისტის კონსულტაცია, შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის ან ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია და სპეციალისტის კონსულტაცია გადამწყვეტი როლის მატარებელია, რადგან ეს გვეხმარება არა მხოლოდ დიაგნოსტირებაში, არამედ შემდგომ სწორად მართვის პროცესში, ანუ პრობლემის დადასტურებაში. რა როლს ასრულებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ოჯახი და აი გარემო პირობები, მაგალითად სკოლა, თანატოლები, რა გავლენას ახდენენ ამ დროს? ოჯახი ეს არის ის პირველი სოციალური სივრცე, რაც გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებაზე. ოჯახი არის ის სივრცე, სადაც ბავშვი იღებს პირველ ემოციურ მხარდაჭერას, სწავლობს სიყვარულს, იძენს უსაფრთხოების განცდას. შესაბამისად, ის თუ როგორი კომუნიკაცია არსებობს ოჯახში, ანუ ღია კომუნიკაცია ეხმარება ბავშვს, რომ გამოხატოს საკუთარი ემოციები და ისაუბროს ამ ემოციების შესახებ და მან იცის, რომ მას მოусმენენ და ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს ემოცია. ეს შესაბამისად დადებითად აისახება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ზოგად განწყობაზე. ხოლო თუ ოჯახში არის კრიტიკა, დაძაბულობა, ბავშვის ემოციური უგულებელყოფა, ეს იწვევს სწორედ ფსიქიკურ პრობლემებს, შფოთვას, დეპრესიას და სოციალური იზოლაციას. მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი თუ ახდენს გავლენას? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ამას მოზარდი ესწრება. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მატრაუმირებელად აისახება ეს ბავშვებზე, ამიტომ საჭირო ოჯახში არსებობდეს წესები, საზღვრები და ღია კომუნიკაცია, ანუ ბავშვის მხარდაჭერა, შექება, წახალისება, რაც რა თქმა უნდა საწინდარია მომავალი წარმატებული ცხოვრებისა. რაც შეეხება თანატოლებს და სკოლას, სადაც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, ურთიერთობები აქვს ხოლმე განსაკუთრებით თავდაპირველად, რაღაც გარკვეულ ასაკამდე. დიახ, სკოლა არის ოჯახის შემდეგი სოციალური სივრცე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფსიქოემოციურ განვითარებაზე და მნიშვნელოვანია, რომ თანატოლებსა და მასწავლებლებთან ჰქონდეთ პოზიტიური ურთიერთობები და ჰქონდეთ დაამყარონ მათთან ღია კომუნიკაცია, რადგან მუდმივი მხარდაჭერა ეხმარება მათ, რომ სწორედ ამ სოციუმში დაიმკვიდრონ ბავშვებმა თავი, რაც გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, მათ ფსიქიკაზე და მენტალურ კეთილდღეობაზე. განსაკუთრებით ბოლო წლებში მოიმატა მოზარდებში გაჯეტების გამოყენებამ და თითქმის ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე, რომ აი 24 საათის განმავლობაში გვიწევს აუხსნათ ბავშვებს, რომ არ შეიძლება ამ დოზით იურთიერთონ მსგავს ტექნოლოგიებთან. ამ მიმართულებით
თუ ახდეს რაიმე ისეთ უარყოფით გავლენას მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე და იწვევს თუ არა რაიმე დარღვევას. ეს ძალიან აქტუალური თემაა და რა თქმა უნდა ახდენს გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ეს საკითხი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რამდენადაც გაჯეტების გამოყენება შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ფსიქიკურ განვითარებაზე, ხო, მაგალითად ხელმისაწვდომი რესურსები, ონლაინ სერვისები, ფსიქოგანათლების შესაძლებლობა, ამდენადვე შესაძლებელია იქონიოს ნეგატიური გავლენა, რადგან გამოიწვევს გაჯეტებზე დამოკიდებულება, არის სოციალური ბულინგი და ძალადობის მაგალითებია, შესაბამისად უამრავი გადაუმოწმებელი და ნეგატიური ინფორმაცია. ამიტომ გაჯეტების გამოყენების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ის თუ როგორ იყენებს ბავშვი და რას იყენებს, რათა მოხდეს მისი პოზიტიური. კი ბატონო, განსაკუთრებით ალბათ საყურადღებოა ის კომპიუტერული თამაშები, რომელშიც საკმაოდ დიდი დოზით არის აგრესია, ხო? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობლები იყვნენ ინფორმირებული, თუ ბავშვი რა ინფორმაციას ღებულობს გაჯეტებისგან, რა დოზით რა დროს ატარებს ბავშვი გაჯეტებთან, რათა არ გამოვიწვიოს სწორედ ის ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები. კი ბატონო. ლანა, იცი რა მაინტერესებს, რამდენად ფიგურირებს გენეტიკური ფაქტორი ფსიქიკურ დარღვევაში? გენეტიკური ფაქტორებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და უქმნის წინასწარი განწყობა, რომელიც აქვს ბავშვს, ეს ახდენს გავლენას მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა გენეტიკური ფაქტორები და გარემო პირობები ერთად ახდენენ საბოლოო ჯამში გავლენას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ბავშვის ზოგად ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მანამ სანამ გვექნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მანამ მოხდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუ ვიცით, რომ მაგალითად წინასწარი განწყობა გვაქვს ამ ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. პრევენციის მიზნით რა ღონისძიებები შეიძლება რომ გატარდეს? კარგი კითხვა, პრევენცია მას შესაძლებელია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რაც შესაძლებელია რომ გაკეთდეს, ეს არის მოხდეს მშობლებისა და მასწავლებლების ფსიქოგანათლება, რადგან მათ უნდა გქონდეთ მზაობა ამოიცნონ პირველადი ნიშნები, მიმართონ შესაბამისად დახმარებისთვის და შეძლონ ამ მდგომარეობის მართვა, ანუ გაუმკლავდნენ ბავშვის ფსიქოემოციურ გამოწვევებს. მეორე ასევე შესაძლებელია მოხდეს თვითონ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოგანათლება სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში ინფორმირებულობის გაზრდა ეხმარება სწორედ ცნობადობის ამაღლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. და პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში იყოს ღია კომუნიკაცია, ანუ ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი ესმით, მის ემოციას ღებულობენ და მუდმივად მხარს დაუჭერენ, ანუ თუ ბავშვი საუბრობს საკუთარ ემოციებზე, შესაბამისად მას ენდობა და იცის, რომ მას მოусმენენ და ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერ თემაზე ისაუბროს ოჯახში. კი ბატონო. ლანა, როგორ ფიქრობთ, აი თქვენი დაკვირვებით დღევანდელი მონაცემები როგორი არის? პედაგოგები მზად არიან თუ არა გადამზადებულები, რომ მაგალითად მიხვდნენ და შენიშნონ მის მოსწავლეს ის პირველადი რაღაც გამომჟღავნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეს ფსიქიკური დარღვევა აქვს. კი, ამას ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი დრო ენიჭება, ყურადღება ექცევა, კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობენ ფსიქოლოგები, რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ პედაგოგებს და ისინი მზად იყვნენ იმისთვის, რომ ამოიცნონ ამ როგორც ფსიქოლოგებს და სპეციალისტებს აქვთ ამასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ მშობლებს, რომ ღია კომუნიკაცია ქონდეთ მასწავლებლებთან და მათ შეძლონ, რომ გაუზიარონ და მუდმივად ბავშვის შესახებ გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია, როგორც მულტიდისციპლინური გუნდი იმუშაონ ბავშვთან, რათა მათ შევუქმნათ ჩანსაღი გარემო მომავალი წარმატების. ლანა, თუ ბავშვს აღენიშნება ფსიქიკური დარღვევა, როგორ ხდება მკურნალობა, როგორი არის პროცესი? ეს ალბათ უფრო თერაპიული არის ვიდრე მედიკამენტური, ხო? დიახ, თერაპიულიც არის, თუმცა არის მედიკამენტურიც, რა თქმა უნდა, კომორბიდულადაც ხდება მუშაობა. დიახ, ინდივიდუალურად არის, ინდივიდუალურად ხდება ბავშვის შეფასება და ინდივიდუალურად ხდება მასზე მკურნალობის მორგება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამოცნობა სიმპტომების, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა და დროულად შეუძლოს ბავშვისთვის დახმარება. აი, დროულ მომართვიანობაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და ხაზგასმით ვამბობთ, რომ რაც უფრო დროული იქნება სპეციალისტთან ვიზიტი, მით უფრო მარტივი იქნება მკურნალობაც და შედეგიც უფრო მალე დადგება და ეს შედეგი იქნება ძალიან კარგი. ანუ როგორც აღმოჩნდა თქვენ შემთხვევაშიც
ეს უდაოდ ასე უნდა იყოს. ამ მიმართულებით თქვენთან რა სიტუაცია არის? არის თუ არა დროული მომართვიანობა თუ უფრო დაგვიანებულია ხოლმე? ამ ბოლო წლებში გაიზარდა მომართვიანობა, შესაბამისად დროული მომართვიანობა. ამას ხელი შეუწყო სწორედ ინფორმირებულობის გაზრდამ, ცნობადობის ამაღლებამ, რადგანაც მშობლებმა იციან, აქვთ ინფორმაცია, აქვთ მზაობა ბავშვის ფსიქოემოციურ გამოწვევებს რომ გაუმკლავდნენ, შესაბამისად ეს უკვე უფრო ეფექტურად მოქმედებს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ასეთ დროს უფრო ბავშვებთან ხართ ხოლმე ჩართულები თუ მშობლებთანაც ხდება რაიმე კომუნიკაცია? რა თქმა უნდა, ბავშვებთანაც და მშობლებთანაც. კომპლექსური არის ეს კუნა. კომპლექსურია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქოლოგებთან ღებულობდეს ბავშვის შესაბამის გარემოს და ჰარმონიულ გარემოს, ვიდრე მაგალითად მხოლოდ ფსიქოთერაპევტთან და არა სახლში, ხო? კი ბატონო, და ტრადიციულად რუბრიკის ბოლოს უნდა გითხოთ, რას ურჩევდით მშობლებს? ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ემოციური გარემო. ამ პროცესში კი მშობელს ენიჭება კრიტიკული როლი. შესაბამისად, მშობელს შეუძლია მნიშვნელოვნად ხელი შეუწყოს ბავშვის ჯანსაღ-შინაგან სამყაროს ჩამოყალიბებას. პირველი და მნიშვნელოვანია, რომ დახმარება იწყება ყურადღებით და მოსმენით, ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ თქვენ შვილებს, არასოდეს შეაწყვეტინოთ მათ საუბარი, რადგან მათ სჭირდებათ რომ გამოხატონ როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ემოციები და ეს მხარდამჭერი გარემო არის ხშირად სწორედ იმის წინაპირობა, რომ მარტივად გვარდება ყოველდღიური სირთულეები. ასევე მნიშვნელოვანია ემპათია, ანუ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი და ემოციების გახმოვანება და დასახელება ეხმარება სწორედ რომ ბავშვებმა უკეთ გაიგონ, რას გრძნობენ და ეს ყოველივე კი ეხმარება რომ ხარდამჭერი გარემო შევქმნათ ბავშვს. შესაბამისად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი წინადადებები. მე ვხედავ რომ შენ ძალიან გაბრაზებული ხარ, ეს ნორმალურია, ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს. ყოველდღიურ სირთულეებს სწორედ მსგავსი ხარდამჭერი გარემო ეხმარება რომ დავძლიოთ და გავუმკლავდეთ. ლანა, ახლა ის როგორი შთაბეჭდილება მრჩება, როდესაც ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ რომ აი ჩვენ უნდა მოусმინოთ ჩვენ შვილებს, უნდა ვიცოდეთ მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რას გრძნობს, უნდა მოусმინოთ, უნდა მათ კითხვებზე აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები უნდა გქონდეს. ანუ გამოდის რომ თუ რადგან ამას ასე ძალიან ხშირად ხაზგასმით ვამბობთ, ესე იგი სწორედ ამ მნიშვნელოვან თვისებებს ვარღვევთ ხოლმე, ხო, ჩვენ მშობლები. ეს ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მშობლებისთვისაც, რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ, ესე ზედმიწევნით განსაკუთრებით დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც რა ვიცი, ყველა მშობელი დაკავებულია, სამსახური აქვთ, 1000 პრობლემა არის, ხო და რთულია ასე თეორიულად ახლა რომ ვუთხრათ, რომ აი ასე უნდა მოვიქცეთ, ეს შეცდომა არ უნდა დაუშვათ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც იქამდე ხომ არ მივიდივართ, რომ გარკვეულ ასაკამდე ჩვენ შვილებს არ აღვიქვათ სერიოზულ ადამიანებად. და რაღაცნაირად ყოველთვის სერიოზულ ადამიანში ნუ რას გვგულისხმობ, ანუ ზოგადად ის ინდივიდია და მას თავისი მე აქვს და აი ეს რაღაცა ასაკი მანამ სანამ ჩვენ ბავშვები გგონია, ნუ იმაზე არ ვიმშელოთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი გგონია ხოლმე ჩვენი შვილები ბავშვები, მაგრამ აი გარკვეულ ასაკამდე რაღაცნაირად ვერ აღვიქვავთ ხოლმე, რომ ის არის ადამიანი და მას აქვს თავისი ემოცია, თავისი გრძნობები. აი ამ მიმართულებით გარკვეული ალბათ შეცდომები გვაქვს, ხო, რის გამოც მე ვერ ვუსმენთ, არ ვიცნობთ, არ ვიცით რას გრძნობს, როდის რა აწუხებს, ხო? დიახ, მესმის, რასაც გულისხმობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, ღია კომუნიკაცია არის სწორედ ის, რაც გვეხმარება, რომ აღვიქვათ, რომ ბავშვებიც ისევე განიცდიან და გრძნობენ და ყოველდღიური სტრესი თუ გამოწვევები მათზეც გავლენას ახდენს ისევე მნიშვნელოვნად, როგორც ზრდასრულებზე, ხო? შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ვახმოვანებთ ემოციებს, ვეხმარებით ბავშვებს, რომ სწორად ამოიცნონ თავიანთი ემოციები და შემდგომ შეძლონ ამ ემოციების მართვა, ძალიან კარგი იქნება თუ ვასწავლით ბავშვებს, რომ სტრესთან გამკლავების ტექნიკებს, ხო, როგორც არის ფიზიკური აქტივობები, სავარჯიშოები, მედიტაცია, თუნდაც რაც ეხმარება ემოციების გამოხატვაში და განმოხტვაში. შესაბამისად, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი, ანუ ბავშვთან ღია კომუნიკაცია არის სწორედ ის, რაც ეხმარება დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ბავშვებსა და მშობლებში, რაც წინაპირობა არის შემდგომში ბავშვის ჰარმონიული განვითარების. მაგრამ აი ყველაფერ ამას, რომ თავი წარმატებულად გავართვათ, ალბათ ჩვენ თვითონ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობაც ჯანსაღი უნდა იყოს და ჯანმრთელი უნდა იყოს და სულ არ ვფიქრობ, რომ მოდურია ის, რომ თითოეულ ადამიანს გვყავდეს ჩვენი პირადი ფსიქოლოგი იქნება თუ უბრალოდ ადამიანი,
რომელიც დაგვეხმარება და ყველა ამ პრობლემას გადაგვაჭრებინებს, ხო? მე მგონი საინტერესოა. ირადიან მეგობრის ფსიქოლოგიური თხოვნა. არა, ხშირ შემთხვევაში კარგი მეგობარი, კარგი ფსიქოლოგიც. ანუ ახლა არაფერი ახალი არაა მაშინ, რომ ყოველი მომდევნო თაობის პრობლემები წინა თაობის გამოვა. შესაბამისად, თუ დასრულები ერთი თაობა მაინც გამოვა, ну, სტატისტიკურად ბევრი. ისეთი რომ ასე თუ ისე დაბალანსებული იქნება გარემოსთან და საკუთარ თავთან, მისი შემდეგი თაობა შეიძლება უკვე გათავისუფლდეს ამ მარწუხებისგან. კი ბატონო. ასე რომ მე იმდენად ამომწურავად მოვისმინე რაღაცები, ესებში შეკითხვები. არა, გქონდა შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენ სტუმარს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედით. ჩვენი სტუმარი იყო კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამოსქცევითი თერაპიის სუპერვიზორი ლანა აბაშიძე და ჩვენ საუბრობდით მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დავბრუნდებით რამდენიმე წამში ისევ ეთერში. პატარა ჩქარი ხარ? და ეხლა შეხარ სტუმარი ხო? ახლა მეკრები სტუმარი. ეს საინტერესო ამბავი იყო სხვათაშორის და როდესაც ემოციებს ეხება ამბები, ну საკუთარი დაუშვათ ნეგატიური გამოცდილების გარდა გვახსენდება ჩვენი ურთიერთობების სხვებთან და იმათი ურთიერთობები ერთმანეთთან და მოკლედ მთელი ეს ჯაჭვი და ну ფიქრობ რომ ტყუილბრალ არ ჩაივლის ხოლმე ფსიქოლოგებთან თუნდაც როგორც განაცემის სტუმრებთან ურთიერთობა და ვიღაცას თუ აი რაღაცა დოლი მთელი 5%-ით მაინც იმოქმედებს თითოეული სტუმრობა, ჯამში შეიძლება აგროვდეს და დაუშვათ 1-2 წელიწადში კარგი შედეგი გამოიღოს ყოველი ჩვენგანისთვის. შეიძლება ახლა ვამბობდით რომ ყოფილები ვართ, მაგრამ ნუ განვითარებისთვის ხო მლები გზა გვაქვს. რა თქმა უნდა, გრძელი თან. შენ როგორც სტუმარმა რა თემაზე უნდა გვესაუბროთ? ხო, მინდოდა რაღაცნაირად კარგი მაგამოვიდა, იმიტომ რომ ემოციურ სიმწიფესთან ერთად რაც მართლაც გვაშორებს ძალიან ბევრ პრობლემას, იმიტომ რომ ემოციები მაინც ფილტრია. ემოციების საშუალებით აღვიქვამ ზოგადად გარემოს. და სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ იმ დომინანტური ემოცია რაც დაგვეუფლება ხოლმე, იმის საშუალებით, როდესაც არასწორად ფილტრავთ გარემოს რაღაც სიგნალებს, ნებისმიერ ნათქვამს, ხო? შეიძლება იმ ემოციის გამო ვატარებდეთ არასწორად, ხო, ღებულობდეთ. დაუშვათ გაბრაზებულზე რაღაცა კარგი რო გითხრან, დიდი ალბათობით შეიძლება მიიღოს უცხოელი და გაბრაზა საფასურობა. გაჩნია რა განწყობაზე ხარ იმ წუთში. და ინფორმაცია არის მთავარი რაღაცა, რაც ბავშვობიდან ჩვენი მშობლების ზრუნავი, ჩვენც ალბათ იმედი ესტაფეტა გადმოიბარეთ ისე რომ ჩვენ ზრუნავთ, რომ აი ინფორმაციით სხვადასხვა სახით ის უყარს. აი ესე ალეგორიული რაღაცები არ უყარს პირდაპირ, აი ეს ჭიქაა და დამთავრდა. აი ტვის თუ მოუყვები ამ ამბავს, რომ აი ეს არის ჭიქა, რომელიც დევს აი აქ, ეს რაღაც ასეთი ფორმისა, ასეთი ყური აქვს, ფერი აქვს. გვერდზე მერიზის, სხვადასხვა აქეთ სოფოიჯდა იქ რაღაცა გეკრანიანათებ და უფრო ამაზად გამახსოვდებოდა უფრო რთულად. ამას ემსახურება ზუსტად რა, ხო? ხატრული ზოგადად ყველაფერი ხელოვნება მთლიანობაში ამ ასოციაციების განვითარებას და ფანტაზიას და ამ შემთხვევაში რატოა ხატრული რატო ახსენე მე ძალიან ლოგიკურია წიგნების გაჩუქების დღე იყო მოკლედ თქოში. ხო და ალბათ ბავშვობაში ბევრ ჩვენგანს ქონია გამოცდილება, როდესაც ბიბლიოთეკამდე დაუშვათ გზა შორია. შენს მეგობარს აქვს წიგნი, რომელიც შენ გინდა, პირიქით შენ გაქვს ის წიგნი, რომელიც აქვს და ხდებოდა ეს მიცვლა მოცვლები, ხო? კი ბატონო. ახლა გაჯეტებს დღეს არ უცვლენთ ეს ახლა. და მე სამწუხარო ფაქტიც ხდებოდა ხოლმე, გვავიწყდებოდა რომ ვათხოვდით წიგნს და ვაიმე სად არის ეს წიგნი, ვის ვათხოვე, რომელ მეგობარს ვათხოვე? მე ახლა უნდა ვაღიაროს ფოტოშორის ახლა ლაპარაკში გამახსენა რომ 3 წიგნი მმართებს ჩემი მეგობრების, ერთი ძალიან დიდი ხანი არ ვინახია და ეს წიგნი ვიპოვე, მეგონა რომ დავაბრუნე. სხვათა შორის ემოციის გაცვლის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი არის წიგნის ჩუქება მეგობრისთვის. ხო, ადრეს ფოტოშორის ახლა არ ვიცი დაბადების დღეებზე ბოლოჯერ როდის გაჩუქეს წიგნი ან შენ როდის აჩუქე ბოლოჯერ წიგნი? არა, მე სხვათა შორის ხშირად მიყვარს საბავშვო ლიტერატურის ჩუქება ბავშვებისთვის. დიდებისთვისაც მიყვარს მიჩუქებია ამ ბოლო პერიოდში. საკმაოდ ისეთი სხვათა შორის მერი მაჩუქა უახლოეს წარსულში ჩემი ოჯახის წევრს ძალიან კარგი წიგნი, მაგრამ წაიკითხა. ხო, აი ეს უნდა მეთქვა, ეხლა რომ წაიკითხა აუცილებლად. ხო, მაგრამ ხო, ტყუილურ არა გადადებული სადმე, ხო, აპირებს. კი ბატონო, დაიწყებს მე ისევ თავიდან იწყებს და მოკლედ ასე. მოკლედ ყოველი ადამიანი ნებისმიერ ხელოვნების თუ რაღაც სამეცნიერო მიმართულებას ყოველთვის რაღაც პერიოდი დგება ცხოვრებაში, როცა აღმოაჩენ ამას და იწყებ გეწყებულ ტოლვა მიღწამორთად და ნუ მართალია ხა, ნუ ვერ დააძალებ ადამიანს, ვერც საკითხვას, ვერაფერს ვერ დააძალებ და არც საჭირო მე დაგჭირდება ფსიქოლოგი, როდესაც იძულებით რაღაცა საკეთებინა და ყველა მიდის აქამდე, წიგნამდე, რახან წიგნზე ვალაპარაკობთ, როდისმე მიდი
იკითხო. ვერ გაექცევა. ხო, ანუ სულ ერთ ციფრული წიგნი იქნება, აუდიო წიგნი იქნება. თავი ინფორმაცია მიიღო და თუ მხატვრულად ხებულობ ინფორმაციას და შენთვის მისაღებად რა ლამაზი ბუა რო დავინახე. მე მგონი სტუმრები ჯობია უკვე მოვიწვიოთ, ხო? არა, ბატა სტუმრის ჩვენ სტუმრებს ამ განსაკუთრებული ანუ დამოკიდებულება წიგნებისადმი და ისინი თვლიან რომ ანუ წაკითხისადმი мотиваციის გაზრდა შესაძლებელია და როგორ უნდა შევიყვარო წიგნები და როგორ გავზარდოთ мотиваცია ამაზე გვესაუბრებიან ზუსტად ისინი. კაპიტანი თამარ ლომთაძეა ჩვენი სტუმარი, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი და მოსწავლე ალექსანდრა კნიშოვა. მოგბრძანდით თუ შეიძლება. შუადღე მშვიდობის. მშვიდობისა მოგესალმებით. მოგბრძანდით. იმედია თქვენი სათქმელი ჩვენ არ ამომწურეთ და ისე ამოვიდა რომ არაჩვეულებრივ თემაზე გვიწევს. მოდი პირდაპირ აი ესე ვიცი სტანდარტულად შენ კითხოთ ალექსანდრა პირველ რიგში როდის აღმოაჩინე რომ აი რა უშოთ ეს რო გაშალე რომ ქაღალდზე თუ უშოთ ლაპარაკი თუ ციფრულზე სხვანაირად აგვიხსენი აი რომ გაშალე და იმის მაგალითად რომ ფურცლებზე რაღაც ასოები დაინახე და უშოთ ეს სამყარო გაიშალა როგორც სანგანზომილებაში როდის დავიწყო წიგნის ეგ მომენტი როდის გაშალე წიგნის კითხვას იწყე პირველ კლასში მაგრამ ასოებს ხედა უბრალოდ ისე კი როდის იქცნენ ჭიანჭველები აზრებად კი ბატონო აი მithumedes ბავშვობიდან დარწმუნებული ვარ ყველა საზალები მშობლები წიგნის საკითხავს მეც ასევე მაგრამ აი არ მიყვარდა წიგნის კითხვა სანამ 11 სასახლეში უკვე არ დავიწყე ისეთი ჟანრების საკითხვა რაც მე მაინტერესებდა ამაში მე დამეხმარა როგორც მეგობრები ისე სოციალური მედია ბევრი ჟანრი ვნახე და საბოლოოდ ავირჩიე ეს წიგნი რაც ჩემს ინტერესებს შედიოდა და უკვე დრო წავკითხე 1-2 მე უკვე მივხვდი რომ ეს არ იყო უბრალოდ დაძალების საკითხი არამედ ჩემი ინტერესები ჟანრ დასაწყისში ძალიან მიყვარდა სათაგადასავლო, მაგრამ ახლა უფრო ვკითხულობ ნოველებს ან კლასიკას. ჩემი საყვარელი. ან მე და ისე წახვიდ ხო დროში, მოგზავნე. კი ბატონო. და ახლა უკვე თქვენ რა მოგიღეთ ქაბატონო თამარ, ანუ როგორ შეიძლება და თქვენ რა გამოცდილება გაქვთ, როგორ შეიძლება ადამიანს შევაყურო წიგნი ისე რომ არ გვიწევდეს ჭიდაობა ჩხუბი და დაძალება. როგორ მივიტანოთ ის რომ იქ მთელი სამყარო იმალება და არა უბრალოდ რაღაცა შავი ფერის ასოებით თეთრ ფონზე. აი ეს აპრილი წიგნის ჩუქების თვე არის, ხო, ეს 23 აპრილი დღეა წიგნის ჩუქების, მაგრამ მთელი აპრილი არის თვე წიგნის ჩუქების თვე, ხო? და ძალიან სიმბოლურია, იმიტომ რომ გაზაფხულზე აპრილში ახალი სიცოცხლე იწყება, ხო? და წიგნის ჩუქებით მეგობარს ახალ სამყაროს აზიარებ, რაღაც თვალსაჭიერს უფართოებ, ხო? და ეხმარები რომ ახალი სამყარო შეიცნოს, რაღაც საკუთარი თავი აღმოაჩინოს და ლიტერატურასთან ზიარება ეს არის აი ეს ცოტა მხატვრულად რო ვთქვათ, საკუთარ სულში ზარდო სიკეთის და სათნოების ულამაზესი მცენარე, სიყვარულის კაქტუსი, როგორც გურავ დოჩანაშვილი უწოდებს ამას და უდაბნოს დაემსგავსება ადამიანის სული ამ ჩვენს გაუდაბურებულ ყოფაში, თუ კი ლიტერატურით არ შევივსეთ ეს სიცარიელე, ხო? აი ახლა ამ პერიოდში ბავშვებს შევაყვაროთ ლიტერატურა, არც თუ ისე მარტივია, იმიტომ რომ სოციალურმა ქსელმა მათი გონება გადაიტანა, გამზადებული აქვთ ინფორმაცია და უფრო არის თვალით მეხსიერება მეხსიერება ანუ სმენითი ამ შემთხვევაში რომ ისინი დაждენ გადაფურცლონ თუნდაც და ის ნებისყოფა გამოიმუშაონ და ის 1 საათი არა გაჯეტთან არამედ წიგნს დაუთმონ ხო ძალიან რთულია და ძალიან დიდი პასუხისგებლობა გაქვთ პედაგოგებს როგორ ახერხებთ თვითონ საგაკვეთილო პროცესში მათი ყურადღების მიპყრობას და წარმართვას სწორად საგაკვეთილო პროცესში ისეთ მწერლებს ვასწავლით ჩვენ უძლურები ვართ, მწერლები გვეხმარებიან ამაში. მაგრამ ნუ მასწავლებლები ვცდილობთ გაკვეთილების იქეთ დამატებითი აქტივობები. აი სლაიდ-შოუები, ანუ არის კი, რაღაც პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე სკოლაში, ხან წიგნების თაროს ვაკეთებთ, ხან კონკურსებს ვატარებთ, ხან პერსონაჟებს ვაცოცხლებთ. ხოლო წიგნი მიაწოდო და უთხარ აი წაიკითხე, ფიქრობ რომ ძნელია დააინტერესო. არ იქნება საინტერესო. ამიტომ აი ასეთი აქტივობებით ვცდილობთ რომ დაუახლოვოთ ბავშვები წიგნებს
წიგნებს და აი ეს გუშინდელი დღეც 23 აპრილით ჩვენ სკოლაში დავამკვიდრეთ ტრადიციად. ქართულის მასწავლებელმა მოიფიქრა ეს რამდენიმე წლის წინ ნატა მასწავლებელმა და უკვე ყოველ წელიწადს ბავშვებმა იციან რომ 23 აპრილისთვის უნდა მოამზადონ მათი წაკითხული წიგნები, რომლებსაც მეგობრებს გაუზიარებენ, აკეთებენ წარწერებს და აი ეს აქცია რაღაცნაირად აახლოვებს ბავშვებს ერთმანეთთანაც და ლიტერატურისადმი ინტერესსაც უღვიძებს. ნუ დასაწყისში შეიძლება არ აქვთ შეხება ზოგჯერ ირონიულად უყურებენ წიგნის წაკითხავს. მე ფილმების ნახვა მირჩევნია იტყვია ხოლმე განაცხადებენ კი. მაგრამ ნუ ლიტერატურა საერთოდ მწერალი ყველაზე მეტად ფლობს აი სიტყვის მადლის თარის დაჯილდოებული და წერილს ყველაზე მეტად შეუძლია ადამიანის სულში ღვთისხატება გააღვიძოს, უფრო კეთილშობილი გახადოს, ჰუმანური, მიმტევებელი, ხო? და ამიტომ ლიტერატურის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია ჩვენი ბავშვებისათვის და აი სხვადასხვა ხრიკებით, სხვადასხვა გზებით ვცდილობთ რომ აი ალექსანდრას შემთხვევაში საინტერესოა ელექტრონული წიგნები უყვარს რომ აი ეს გადაფურცვა უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ნუ მე ორივეს ვიყენებ, ფიზიკურსაც და ელექტრონულსაც. ელექტრონულ წიგნებს მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა არ შემიძლია ამ წიგნის სადმე ნახვა, მაგათ არ არის ან მაღაზიებში, ან გამოწერაც არ შემიძლია და მაშინ PDF უცხოენაზეც დავიწყე ლიტერატურას. PDF-ით ვკითხულობ მაშინ, მაგრამ უფრო დიდ კომფორტს მაინც ფიზიკურად ვაკითხულობ, უფრო დიდ კომფორტს მაშინ ეგ მაძლევს. ჩემთვის მაგალითად აბსოლუტურად სულ ერთია წიგნი რა ფორმატშია, მთავარია წავიკითხო. და მოსმენა რთულია, თითქოს და ერთი კომფორტია, ხო, რაღაც საკეთებ და წიგნს უსმენ, მაგრამ რა ვიცი, მუსიკის მოსმენაც რთულია მასე, სინამდვილეში რაღაც რო აკეთებ, პერიოდულად გადაგაქვს ყურადღება და გავიწდება რას უსვენ. ამიტომ წაკითხვა ნებისმიერ კედელზე დაწერილი იყოს, ოღონდ დაწერილი იყოს. არა, ელექტრონული წიგნის ერთ-ერთი კომფორტი არის კიდევ ის, რომ აი თუნდაც გზაში ვართ, მიგზავრებით, მაგალითად ტრანსპორტით, შეგიძლია მოიღო გაჯეტი და წაიკითხო და თუმცა მსუბუქი წიგნებიც არსებობს, რომელიც შეგიძლია ეს ადრე იყო და ეხლა უფრო მარტივია, იმიტომ რომ ტელეფონი დამგვაქვს ყველას. თქვენ უწყვეტი კავშირი გაქვთ მოზარდებთან და ბუნებრივია რომ გეცოდინებათ მათი ინტერესები რა მოსწონთ, რითი არიან დაინტერესებულები. აი დღევანდელი თაობა მოზარდები რას კითხულობენ, რა მოსწონთ ზოგადად? ესე იგი გამოცდილება მაჩვენა რომ თავდაპირველად, ნუ რამდენიმე წლის წინ რომ მინდოდა რომ ის წიგნები წაეკითხათ ჩემს მოსწავლეებსაც და ჩემს შვილებსაც, რაც მე მინდოდა, მაგალითად ჯეინი არის, ტომ სოიერი, ჰეკლბერფინის თავგადასავალი, ქარიშხლიანი უღელტეხილი, მოკლედ ყველაფერი დამიწუნეს. რა არის ესო და არაფრით არ კითხულობდნენ. ნუ თავზარი დამეცა, როგორ შეიძლება კლასიკა ბავშვმა არ წაიკითხოს, მაგრამ ნელ-ნელა გამოცდილებით მივხვდი რომ უნდა ვაცალოთ ამ ბავშვებს. წაიკითხონ ეს თანამედროვე ლიტერატურა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ თანამედროვე მასწავლებლები ნაკლებად ვიცნობთ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი წიგნი გამოდის ახლა, რომ წაკითხვასაც ვერ ვასწრებთ. ჩვენ ხშირად გვაქვს კლასში პრეზენტაციები, აი თვეში ერთხელ ჩემს მოსწავლეებს ვთხოვ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი წიგნები გაგვიზიარონ. პრეზენტაცია გააკეთონ, ავტორის შესახებ გვესაუბრონ, რაზეა ეს წიგნი, რომ ჩვენც გაგვიჩნდეს სურვილი, წავიკითხოთ ეს წიგნი და სიმართლე გითხრათ, ვერ ვასწრებ მართლა მე ამ ახალი ლიტერატურის გაცნობას და ბავშვების მონაყოლიდან მაქვს ხოლმე რაღაც წარმოდგენა ამა თუ იმ წიგნზე. აი ეს თანამედროვე ლიტერატურა ზოგი ძალიან კარგია, ზოგი შედარებით მდარე ხარისხის არის, მაგრამ არაუშავს. მთავარია დაიწყონ კითხვა და დღეში რომ რამდენიმე 10,000 წიგნი გამოდის სოფლიოში, ახლა შეუძლებელია იქ არ იყოს ჭყალებში კარგი და ცუდი. რა თქმა უნდა, ხო. ადრე გამოდიოდა ერთი წიგნი წელიწადში და ეს ძალიან ძვირფასი იყო კი ადამიანებისთვის და ეხა ხო იმ ისა თქვენ რომ თანამედროვე ლიტერატურას გულისხმობთ ახლა მეც დავფიქრდი ეს ფრაზა რო ახსენეთ და ჩემთვის თანამედროვე ლიტერატურა რო ფიქრობ რომ რატომაც არა თქო და სინამდვილეში 30-40 წლის წინანდელი წიგნებია ჩემთვის თანამედროვე. ანუ იმას საერთოდ არ ვიცი. ისეთი წერლები გამოდის, ახლა მე არც არასოდეს მსმენია არ ვიცნობდით ამ წერლებს, მაგრამ აი ბავშვებთან ერთად ვეცნობით და
მერე იცით, აი დრო რო გადის, უკვე მკითხველებად რო ყალიბდებიან ბავშვები, მერე თავისით ფურცლავენ კლასიკურ ლიტერატურას. რა საინტერესო აქ ხო პასუხი არსებობს, რატომ მოსწონთ მათ ეს თანამედროვე ლიტერატურა? თავად ხო არ ხედავენ საკუთარ თავს, აი ამ გარემოს, ზუსტად რაც ახლა ხდება ეს ყოფა და მარტივია ამ ყველაფრის წაკითხვა. სად ეხა მაგალითად ვიქტორ ჰიუგოს რო გადაშლი და შეიძლება 4 ფურცელი იყოს, აი ესე დეტალურად აღწერილი, რომ მათ დაეზაროთ და საერთოდ გადადონ ეს წიგნი და არ წაიკითხონ. კი, ამ წერლის ხიბლს ამაში ვერ ხედავენ, რა საჭირო ამდენი აღწერა წუწუნებენ ხოლმე, მაგრამ აი ეს თანამედროვე ლიტერატურა ეხმიანება მათ პრობლემებს. კი, სწორად თქვით თქვენ. თანამედროვე ენაზეა დაწერილი ლიტერატურა. და არ უწევთ ბევრი ფიქრი ალბათ. მარტივია რა, აი გადაფურცდა და ისე სრულდება. და მოვლენები სწრაფად ვითარდება, ესე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. როგორ ფიქრობთ, თვითონ დაუშვათ კითხველი გაიზარდა ამ საუკუნენახევრის 2 საუკუნის განმავლობაში, რაც მასობრივად გამოდის წიგნები, იმიტომ რომ გვახსოვს ახლა თუნდაც 30-40 წლის წინ თულ დროს თავი რო დავანებოთ, რაღაც ლიტერატურა, რომელიც ვიცით იგივე 19 საუკუნიდან ჩვეულებრივად იბეჭდებოდა იმისთვის, რომ ყველას წაეკითხა, მაგრამ მე-20 საუკუნეში ნელ-ნელა გადაინაცვლა საბავშვო ლიტერატურაში ისე, რომ ავტორმა არც კი იცის, ახლა ცოცხალიც არაა უგეთესობა, რომ მისი დაუშვათ ეს ნაშრომი საბავშვო ლიტერატურაშია გადანაცვლებული. ანუ ეს კითხველი გაიზარდა თუ რა შეესაბამება? კითხველიც გაიზარდა, ეხლა ჩვენ სკოლაში ვცდილობთ ლიტერატურის გაკვეთილებზე ბავშვები კარგ მკითხველებად ჩამოვაყალიბოთ, ეს არ არის ადვილი. შეიძლება წაიკითხო ბევრი წიგნი, მაგრამ არ გესმოდეს, ყველა წიგნმა უნდა რაღაც დაგიტოვოს, ხო? უნდა ჩაწუდე მწერლის სათქმელს, რაღაცა გაიაზრო ეს ამა თუ იმ პერსონაჟის, რა ვიცი, ქცევა, თვისებები, ყველაფერი, ხო? ეს არ არის მარტივი. და გაკვეთილებზე სწორედ ამას ვცდილობთ ქართულის მასწავლებლები, რომ ბავშვები ვაქციოთ კარგ მკითხველებად. ნუ ზოგთან გაგვდის, ზოგთან არა, მაგრამ მაინც კარგია, თუნდაც ცუდ მკითხველებად იქცნენ ეს ბავშვები, მაინც კარგია რომ კითხულობენ, რაღაცას მაინც წამოიღებენ იქიდან, ხო? შეიძლება ღრმად ვერ გააანალიზონ, მაგრამ რაღაცას მაინც აიღებენ და აი წეღანაც თქვი, რომ წიგნი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ადამიანს უკეთეს ხდის, ხო? რაღაცაზე დააფიქრებს ამ წაკითხულს და მართლა აზრების გამოტანას, იმიტომ რომ უკეთეს რა თქმა უნდა ხდის, მაგრამ ჩვენ გვინახავს ბევრი არაუკეთესად განვითარებული ადამიანი მაგ კუთხით, აი ამ ინტელექტს და ამ განათლებას იყენებს არასასარგებლოდ. ამ შემთხვევაში ანალიზი თუ არ ექნება, ბუნებრივია ახლა წაიკითხავს მაინ კამპს და პირდაპირ დაიჯერებს და მერე გამოვა. აგია ძია ადოლფისა სტალინის ფანატი და ბევრი ლიდერი კი ბატონო ექნება და წაიკითხავს, მიხვდება რა დაუშვათ მინუსებია იმ წიგნში და უბრალოდ ეცოდინება რომ ეს ვიცი ვიღაცამ რაღაცა იდეა გააჟღერა, მაგრამ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ დაუშვათ მე ჰუმანისტი ვარ და მე ეს იდეები ჩემთვის გაცილებით უფრო ახლოსაა. ისე თქვენ თანატოლებში, თქვენ კითხვით რომ კლასიკისკენ წახვედით, მაგრამ თქვენ თანატოლებიც ასევე თქვენსავით დაუშვათ მოდიან თუ არის რაღაც განსხვავებული ინტერესები თუ ლაპარაკობთ ამაზე? კი, მე ახლა როგორც ჩავჩვენ, უმეტესად დღეს ბევრს უყვარს კლასიკა, ანუ როგორც კაფკა და დოსტოევსკი. და ჩემი აზრით ეს იმით არის, რომ სოციალურ მედიაში ძალიან პოპულარულია ეს ორი ავტორი და აი შეიძლება ბევრი 14-ისა 13 წლის ბავშვები ნახოთ, ვისაც ძალიან უყვარს ეს ავტორები. და ალექსანდრე ერთად ჩაგეჭრები ბოდიში, დიდად ვილაპარაკობ და ჩემთვის ძალიან საინტერესო კომფორტულია შესაძლებელი. 14 წლის ასაკში რამდენად გასაგებია კაფკა? 10-დან 10 ბავშვისთვის. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან რთული წერია, ხო, ეს დოსტოევსკი შეიძლება ბევრი სიტყვებია, მაგრამ საკმაოდ ისეთი პერიოდშია დაწერილი, ისეა დაწერილი, რომ იქ არა რაღაც ფანტასმაგორიები და ალეგორიები და კაფკაში ცოტა გავდივართ იქით, დასრული კაფკას რა წაკითხველი მაქვს მე ერთი წიგნი პროცესი. რა თქმა უნდა ეს ძალიან ძნელი წიგნი იყო ჩემთვის უმეტესობა ვერ გავიგრახდაოდა, მაგრამ ამის გაგებაში მე დამეხმარა სოციალური მედია ისე. ანუ მოვლენები გაარკვე, დიფუსის ამბავი და რაღაცები გაარკვე, ხო? ხო, ანუ რაც პრომეტი გავიგე ამ წიგნზე, რაზე საუბრობ და მე ამათ ჩაშლა თუ რას ნიშნავდა ესა და ეს
სიტუაციები უფრო გავიგე წიგნი და უფრო დამეხმარა ეს რომ გამეგოთ რაზე. კვლევა დაგჭირდა. ანუ მაგრამ სწორად იმოქმედა და სოციალურ შესაძლებელია. ასევე იკვლევენ შენი მეგობრებიც ასე გავშვებისთვის მათთვის გაუგებარ წიგნებს? კი, მინდა ვთქვა რომ კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს უკვე კლასიკა და ესეთი ავტორები, როგორიც არის ნუ ახლა კაფკა და დოსტოიევსკი და ძველი მაგალითად ტოლსტოი. ჩემი აზრით უფრო მოწონთ ეს პროცესი, როცა უფრო მეციგებენ, ვიდრე ანუ წიგნი კითხვის გარდა შენთვის და შენი მეგობრებისთვის არის ძიება ასევე, ხო? რომ რო გავიგო რა წერია და ჩემთვის გაუგებარი მოვლენებია, იმიტომ რომ შორს იყო და იქ არ ვიყავი, მიწევს აი მთელი ეს ამბები მიმოვიარო გარშემო და ძალიან ბევრი ამბავი გავარკვიე იმ ეპოქაზე. ჩემს სიამოვნებასაც ანიჭებთ ამათ, რომ უფრო მეტი იცი ძველ დროზე. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო თავი გონიათ, ანუ ცუდ ხრივ არა. ანუ გონიათ, რომ ბევრი იციან და ანუ კარგია ეს მათთვის. ანუ კვლევა სწორია, რაზეც ლაპარაკობდა კაცო, როდესაც კითხავსა, როცა იკლებ, კრიტიკულად უყურებ, კრიტიკული ხო არ ნიშნავს მარტო ლანძღას, ხო? ნიშნავს ისეთი ეჭვის თვალით შეხედო, გადაამოწვა, შეამოწვა და ძალიან ბევრი რაღაცა გაიგე მოვლენის შესახებ. ანუ პრინციპში რაც ვიცით, ახლა ფინური სწავლების მოდელი როა, ხო? იღებენ რაღაც ეპოქას და იმის გარშემო სწავლობენ ისტორიას, ლიტერატურას, მათემატიკას, ან ყველაფერს სწავლობენ იმ კონკრეტული პერიოდის გარშემო და ზუსტად ხვდები რატო დაიწერა ის წიგნი, რატო დაიხატა ის ნახატი, ის კომპოზიცია რატო გაჩნდა, ის სიმღერა რატო და ის იმ ფორმულის გამოგონება რამ განაპირობა გარშემო და ძალიან მაგარი ანუ თვლი რომ ასე თუ გაგრძელდა რაღაც თქვენი თაობა რაღაც ახლამდე მივა ადვილად ასევე ალექსანდრე ხო გარემოზე კი ჩემი ეს იმიტომ რომ ჩვენ უკვე ჩემი თაობა უფრო მალე იწყებს ისეთ რაღაცებს გაგებას რაც შეიძლება 20 ანუ 24 ასაკში გაიგო ძველ თაობას, ანუ ეს იმ მხრივ რომ სოციალურ მედიაში უფრო მეტი ინფორმაციას იგებენ ბავშვობიდან უკვე და ეს შეიძლება უფრო დაეხმაროთ მათ რომ კიდე მეტი სიახლეები შემოიტანო და უფრო განვითარდნენ. ალექსანდრე, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ცეხმარები მეგობრებს, იმიტომ რომ ესეთი შეპყრობილი რო ხარ წიგნის კითხვით და გიყვარს ლიტერატურა, როცა ჩდები სამეგობრო წრეში, რა თქმა უნდა არის ადამიანები დარწმუნებული ვარ, ვისაც ალბათ არ აქვს ამის სურვილი, დრო და უღვივებ. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ აი შენი ნათხრობით იმდენად იყავი აი როლში შესული რომ წავიდა შენი მეგობარი წაიკითხა და შეაყვარა ეს პროცესი. აი კი ძალიან მიყვარს როცა აღვწერ წიგნს თუ რაზე იყო ის დიდი სამონებას მანიჭებს. ზიანებს ხო. გასაკუთრებით ისე წიგნი რაც მე მაგალითად დიდი შტაბეჭლება და მიტოვა. ესეთი იყო მაგალითად რაც მახსენდება ჯორჯ ოველის ცხოველის ფერმა აი მიყვარს მაგტინის მოყოლა. აი სულ ვინმე თუ მეუბნება რომ რა წავკითხო და ექსა სულ მაგას ურჩევ, იმიტომ რომ ჩემს ძალიან საინტერესო წიგნია, მე პირადად შოქში დამტოვა. ადვილად დასაქმელია თან. ხო, ადვილად დასაქმელია, პატარა ვერსიებიცაა, რაც უფრო გასაგებია. აი მე პირადად ადვილად გავიგე, ადვილადაზე იყო დაწერილი, ნუ ეს პატარა ვერსია თქმა უნდა. და აი ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი წიგნია და ყველას ურჩევთ რომ ეგ წიგნი წაიკითხოს და სულ ვურჩევთ. ხა რაღაცნაირად ორივეს მინდა გკითხოთ ერთდროულად. გახსოვთ იყო ასეთი პროგრამა შეიძლება ალექსანდრე შენც მოისწარი თანატოლების ანუ თანატოლები როდესაც ასწავლიან სკოლაში პედაგოგს რო ეხმარებიან დავშვი. ანუ რაღაც პროექტებია ხოლმე არ ვიცი მახსოვს ეს მოვლენები ვაშუქებთ რომ რაღაც გადაცემაში და ძალიან მაგარი იყო იმიტომ რომ პედაგოგები მომენტში თვლიდნენ რომ დაუშვათ ახლა მე ჩემ თანატოლს ჩემს ენაზე უფრო ადვილად ავუხსნი რაღაცას და თუ გაქვს გავსინცელობების თუ საერთოდ შეიძლება დაინერგაგებიც ჩვენ სკოლაში და როგორ უყურებთ მაგას? კი ჩვენ სკოლაში არის ეს ახლა სტარდება ამ პარასკევს გვაქვს როდესაც მოსწავლეები ჩაანაცვლებენ მასწავლებლებს მთელი დღე ანუ მოსწავლეები იქნებიან მასწავლებლის როლში და ისინი ამეცაინებენ ბავშვებს გამოგიცდია მე პირველად გამოცდია არა ყველაზე საინტერესო რა არის მაშინ მე უნდა მოგვიყვე რა შეგრძებას დატოვებს როდესაც შეფასებს და ყველაზე საინტერესოა მასწავლებელი მოსწავლის როლში რა შეგრძნება აქვს რომ აი წარმოიდგინეთ როგორი გარდასახვაა ისევ დაუბრუნდეთ ბავშვობას კი და მე სულ წოწონებ ხოლმე რომ მოსწავლეობა მირჩევნია ვიდრე მასწავლებლობა, იმიტომ რომ მასწავლებლობა დიდი პასუხისგებლობაა ძალიან. აი თქვენ რაც თქვით, წეღან თქვით კიდეც რომ ბავშვებს ვეკითხები ხოლმე რა წავიკითხო. თანამედროვე ლიტერატურას მე ნაკლებად ვიცნობ და ბავშვები გვიზიარებენ, ბავშვები გვეხმარებიან. ხშირად კიდევ თხოვთ მათ, ანუ თანამშრომლობაზე მკითხეთ თქვენ ხო? თუ თანამშრომლობთ ჩვენ ბავშვებთან, რა თქმა უნდა, ხშირად ვუსმენთ ბავშვებს და ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. მე როგორც მასწავლებლად ძალიან მზრდის
ბავშვების მოსმენა, ბავშვების თვალით დანახული პრობლემები, ხშირად ვთხოვ მათ, რომ ესე გულწრფელად ისაუბრონ, აი რა მოსწონთ ჩემი გაკვეთილიდან და რა არ მოსწონთ. მე ის უფრო მაინტერესებს რა არ მოსწონთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად შევცვალო, ისეთი გავხდე, როგორიც მათ მოვეწონებიზე კი არ არის, უბრალოდ მათთვის ვიყო უფრო სასარგებლო. ალექსანდრა, რა მოგწონთ? რა არ მოგწონთ, არ ვკითხულობ, რა მოგწონთ, აი? თავთ მასწავლებელი ყოველ გაკვეთილს იცავს, რომ ისეთი აქტივობა გააკეთოს, რაც ჩვენ დაგვაინტერესებს უფრო, რა თუ ტექსტი ან ლექსი მოთხრობა, უფრო დაგვაინტერესოს. ანუ აქტივობით გადმოსცემს. დიახ. აი თქვენ წეგან საუბრობდით ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობთო მე მაგალითად ჩემს მოსწავლეებს ვთხოვ რომ ფიზიკურად წაიკითხონ წიგნი იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია მხატვრული ლიტერატურა ფანქრის გარეშე როგორ წაიკითხო და სულ ვთხოვ აღნიშვნები გააკეთონ მინაწერები გააკეთონ წლები რო გავა მე თავიდან რო წაიკითხავენ ამ ნაწარმოებს რაღაცნაირად გაახსენდებათ ის მათი პირველი ემოციები კი აქვს ტელეფონზე ეს ფუნქცია რა გაუსახავს მაგრამ რაღაცნაირად მე ეს უფრო მეკომფორტულება, რა ვიცი, ხო და სხვათაშორის ჩვენ როცა საუბრობთ წიგნის როლზე, ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ხაზგასმით, რომ წიგნს აქვს უდიდესი როლი მოზარდის განვითარებაში და ძალიან ბევრ რამეს სწავლობს, იზრდებიან, უფრო სხვანაირი ხედვები უყალიბდებათ ხოლმე და აი კონკრეტულად ხაზს უსვამთ ხოლმე ყოველთვის მოზარდზე და ამას ჩვენ უბრალოდ საუბრობთ ხოლმე. და ახლა საინტერესოა ალექსანდრას აზრი, როგორი იქნება, ანუ მისი მოსმენა, მე მგონი ახლა ბევრად უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ჩვენ თეორიულად რომ ვამბობთ, რომ აი წიგნი მოზარდს ზრდის, წიგნი მოზარდს ავითარებს. რა ცვლილებები გამოიწვია შენ წიგნმა შენ ცხოვრებაში? აი შეგიცვალა თუ არა რაღაცა გარკვეული ხედვები, აზრები, ურთიერთობები ადამიანებთან, გარემო სამყაროს აღქმა, როგორი არის მას შემდეგ, რაც დაუმეგობრდი წიგნს? კი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ისეთ წიგნიც წამიკითხავს, რომ დავამთავრე, ვთქვი, რომ აი დღეიდან ასეთი ვიქნები, იმიტომ რომ ანუ დავუსვაკოთ თავს კითხვები, ანუ რატომ ეს, ანუ შეცვლა დავაპირე საკუთარი თავის, ანუ გამოდის რომ დაგაფიქრე ყოფით ცხოვრებაზე, ხო, ყოველდღიურობაზე. აი, და ასევე წიგნმა შეიძლება ისეთ რამე მაგალითად დაგვანახო საკუთარი თავი სხვანაირად, მაგალითად რაც მეგონა რომ რაღაც სწორად ვაკეთებდი, აი რაღაცა წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება მივხვდე რომ უი მგონი ეს უნდა შევცვალო, რადგან წიგნში დავინახო რომ ეს ასე მოხდა და რაღაც ეგრე. ხო, ეს უმჯობესი იყო ესე. და დაუშვათ რო ამბობ რომ შევიცვალე, რაღაცეები შევცვალე, აი სულ პირველი თუ გახსენდება აი რაც სოფო თქვა გავაგზავნე შეკითხვას, რა მომენტი იყო და გარედან მიგითითეს დაუშვათ იცი რა შენ ახლა ამას რო წაიკითხე დაუშვათ შევამჩნიე რომ აი ესე შვები და მე დაინახე თუ პირველობა შენში ამჩნიე. მე მგონი აქ უკვე სხვანაირად უყურებს აქ ამბებს. პირველობა მგონი მე შევამჩნიე რადგან დააწყეში კითხულობდი ძალიან ბევრ წიგნს მეგობრობაზე და რომ დავინახე რომ უი ეს ასე ექცა, გადავწყვიტე რომ მე თვითონ ანუ ჩემ მეგობრებს აი ეგრე მოგცეოდი უფრო კეთილგანწყობილი ყოფილიყავი მათ მიმართ და დავხმარე. ან ცვლილებები საკუთარი თავიდან იწყება როგორც. კი, ეს ცვლილებები კარგია და რომ მივბაძოთ პერსონაჟებს კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი და ჩვენიდან გამომდინარე. შესაძლებელია წავიკითხოთ, გავიაზროთ, მაგრამ არ გვინდოდეს ამის გაკეთება. ესეც არ არის დანაშაული. ეს უკვე ადამიანის ესენი ახლა ისეთ ასაკში არიან, ეძებენ საკუთარ თავს ეძებენ და აი ამ ძიებაში რაღაცებს აღმოაჩენენ და დაიხვეწებიან მე ნელ-ნელა და აი თქვენ ამბობდით წეგან რომ მოზარდების კითხვაზე ვამახვილებთ ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ ხო? მაგრამ მე მგონი უფროსებსაც არ გვაწყენდა კითხვა, იმიტომ რომ აი ზოგჯერ მშობლები ბავშვებს აყვედურობენ ხოლმე, აი საერთოდ არ კითხულობს და წიგნისკენ გახედვა არ უნდა. ასეთ ისე ვიტომ შეკითხვას დავსვამთ, კითხულობენ. აი 10 ბავშვი და რომელიც არ კითხულობს, რამდენი საბოლოოდ მიდის წიგნამდე, რაღაც ასაკში, სულ ერთი რო არ რომან შევსვით ასაკი. ანუ რაოდენობრივად აი დაახლოებით ხო თქვენი პირადი გამოცდილებით სტატისტიკას ხო რა ვიცი აი ბავშვები არიან მართლა საერთოდ აღიარებენ კიდეც პატიოსნად ამბობენ რომ არ მინდა კითხვა კი კითხულობ მხოლოდ წარწერებს ხუმრობენ ხოლმე მაგრამ აი გაკვეთილებზე რომ ვლაპარაკობთ რომ განვიხილავთ ამას ესმით ხო რომ წიგნის კითხვა კარგია ეს რაღაცნაირად გავლენას მათზე ახდენს და დარწმუნებული ვარ რომ აი ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად რაღაცას წაიკითხავენ
იცით რა, რო არ კითხულობენ, სხვათა შორის ამას სიამაყით სულაც არ ამბობენ. წუხან, უნდათ რომ წაიკითხონ, მაგრამ ან ძალას ვერ პოულობენ საკუთარ თავში, იმიტომ რომ იმდენი რო აღწერე ხოლმე წიგნით საკითხოს, ტანჯვად მიკვირს, მართლა მიკვირს, ანუ რა, უბრალოდ არის რაღაცა ერთ-ერთი დროის გატარების საოცარი. კი, პატა, სხვა შორის ალექსანდრას სიტყვა ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი რაღაცა, ავიღე და იმიტომ რომ თავიდან ავალებენ, ვალდებული ხარო წაიკითხო, აი ესე ასწავლე ამ შემთხვევაში ბავშვობაშიც ესე იყო. მაგრამ ალბათ შექონდა გამოცდილება ის რაღაცა სიყვარულით წაიკითხე, შეგიყვარდა, არავინ არ დაგატანაცა. არა, ამბები მაინტერესებდა, ნუ ამბები მაინტერესებდა. ცნობის მოყარე ხარ პატა. ცნობის მოყარე ვარ, ხოდა მე თუ ახლა გეტყვიან რომ აღა ამას რომ წაიკითხავ, გარწაიკითხავ და გაგლახავთ და ორიანს დაგიწერთ, რა თქმა უნდა შეიძლება როგორც კი ძალას იპოვი საკუთარ თავში, საერთოდ უარი თქვა წიგნებზე, იმიტომ რომ შენი ჩამის ინსტრუმენტი. ხო, რომ თავდაპირველად დამაძალა მეც მშობელმა, ხო, ანუ გამოდის რომ ამ დაძალებასაც თავისი დადებითი მხარეც აქვს და არც ვისთან როგორ ხომ ვამბობთ რომ აი დაძალებით ვერ მივახცევთ სასურველ შედეგს, მაგრამ ის რაღაცა ალბათ ბიძგით საჭირო არის, რომ ნუ დამძალებლების სტატისტიკა რო აიღო და 100 დამძალებელი რო აიღო, იქ უფრო ნაკლები მკითხველი იქნება საბოლოოდ, ვიდრე 100 არ დამძალებელი. იმიტომ რომ რა იცი, იმ დამძალებელებშიც ახლა 500 წიგს რო შემოგთავაზებს, ახლა გინდა თუ არა ეს სადღაც ერთ წიგს იპოვი, რომელიც შენ აი როგორც ალექსანდროვიჩი საბოლოოდ ვიპოვე ის რაც მაინტერესებდა და მე იქიდან ნენდანა მაინც ჩავცურდი სადღაც 2 საუკუნის წინანდელ წიგნში. ანუ მაინც იძულებული იყო რომ ინტერესი გაყოლოდა. ანუ ინტერესია მთავარი ალბათ და რაღაც ამბები ხო? მოკლედ ძალიან შორს წაგუხას ამაზე საუბარი სამწუხაროდ ეს შენი საერთოდ როც არ გიყოფა არა და კარგი იქნებოდა ამაზე ლაპარაკი უჩერებლად. გავარკვევთ კიდე რა წიგნებს გითხულობთ ხოლმე ერთმანეთზე. მოკლედ დიდი მადლობა ალექსანდრა და კაპიტან თამარ. მადლობა თქვენ მადლობის. რაღაცა კარგი ამბები რო გექნება, ჩვენ დიდი სევონებით დაგესწრებით და ეგ არა რო თქვით აი ღია გაკვეთილი ერთ-ერთზე, როდესაც გაიცნებით, წინაშე შეგავეთყობინეთ და მოსწავლეების ამბულაში გავჯდებით. რატომაც არა. აბა წარმატებებს გისურვებთ, თქვენც ასევე მადლობა. რამდენიმე წამში დავბრუნდებით. ძალიან საინტერესო თემაა. იქაც მე ვარ, აქაც მე ვარ. გაშვებაც კი არ გვინდოდა ალექსანდრას და პედაგოგის, იმიტომ რომ ნამდვილად გულწრფელი და სასიამოვნო ემოციები იყო. ეხლა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე უნდა ვისაუბროთ. სილამაზის კონკურსი ბავშვებში, მოკლედ პატარა კაბები, მაკიაჟი, მაღალი ქუსლები და ბრწყინვალე გვირგვინები. სცენა თითქოს ზღაპარია, მაგრამ ამ ზღაპარში ბავშვები ხშირად იქცევიან დიდების სამყაროს ტყვეებად. დღეს ვსაუბრობთ ბავშვების სილამაზის კონკურსზე, რა ზემოქმედება აქვს ასეთ კონკურს ბავშვის ფსიქიკაზე, როგორ გადადის მშობლის დაუკმაყოფილებელი ოცნება შვილის მხრებზე და სად გადის ზღვარი თამაშსა და ძალადობას შორის. ამ თემაზე სტუმრად მოვიწვიეთ ფსიქოლოგი ირმა ბოლქვაძე, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მშვიდობისა. ფიქრობ ერთ-ერთი აქტუალური თემაა ბოლო პერიოდში მით უმეტეს, არა მარტო სილამაზის კონკურსების სცენა და შეჯიბრი, არამედ სოციალური სივრცე, ვიზუალური მხარე, ეს იქნება მაკიაჟი, ჩაცმულობა, თმები, ყველაფერი გაახალგაზრდავდა ამ კუთხით და ბავშვები, რომლებიც არიან 8, 9, 12, 14 წლის, უკვე ხშირ შემთხვევაში არაბუნებრივად გამოიყურებიან და ამ ყველაფერს მისდევენ. მოდით დავიწყოთ თავიდან აი ამ პრობლემით, სილამაზის კონკურსი, რატომ წყვეტს მშობელი თუნდაც 9-10 წლის ბავშვი მიიყვანოს კონკურსზე? მადლობა მოწვევისთვის, ნამდვილად საინტერესო კითხვაა. მივესალმებ ჩვენს მაყურებელს და ეს თემა აქტიურია დღეობით, თუმცა ის არ დაწყებულა რაღაც ამ ბოლო 10 წლებში, ამას უფრო რაღაცა დიდი, ასე რომ ვთქვათ, წარსული აქვს, თუმცა რატომღაც დღემდე გრძელდება ეს, არ ვიცი, ეს კულტურა არის თუ რა არის, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დღემდე გრძელდება. სამწუხაროა ის, რომ როცა გადავხედავთ ხოლმე სააგენტოებს, რომლებიც მიღებას აცხადებენ, არა მხოლოდ 8-9 წლიდან იქ უწერიათ რომ 4 წლიდან და ძალიან ბევრი სააგენტოა რომელიც 4 წლიდან აცხადებს მიღებას და მშობლები რომლებიც გადაწყვეტენ რომ 4 წლიდან ბავშვი მიიყვანოს სილამაზის კონკურსზე აქ უკვე ჩნდება კითხვა და მაყურებელსაც უნდა ვკითხო
მათი ინტერესი რა არის ამ დროს, როდესაც 4, 5, 6 ან თუნდაც 10 წლის ბავშვი მიჰყავთ სილამაზის კონკურსზე, ხო? პირველ რიგში აქ ჩნდება კითხვა, ეს არის ინტერესი ბავშვის თუ მშობლის ეგოს დაკმაყოფილება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვიცით, მშობლები შვილებს იყენებენ როგორც რაღაცნაირ ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ ბავშვის და მათი ეგოს დაკმაყოფილების, ასე რომ ვთქვათ, გზა ხდება ძალიან ხშირად ბავშვის. აი მარტივად რო გითხრათ, დედას უნდა რომ გახდეს ბალერინა, მან ვერ აისრულა ეს ოცნება და შვილის ინტერესი ეს არ არის და ძალიან ხშირად ამ ასაკში 4, 5, 6 წლის ასაკში ბავშვებმა არ იციან რა არის მათი სურვილი, მაგრამ შეიძლება დაგვთანხმდნენ, იმიტომ რომ ამით უნდათ მოიგონ ჩვენი გული და გაგვახარონ და იციან რომ ეს არის ჩვენი ინტერესი როგორც მშობლის. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელი იყოს შვილის ხმა. სწორი ინტერესების გატარება მოხდეს და სწორი მესიჯების ან მიტანა მოხდეს მშობლიდან შვილთან, იმიტომ რომ თუ კითხვას დავსვამთ რას ემსახურება ეს სილამაზის კონკურსები, მაშინ მივხვდებით რომ აქ უფრო მეტი რისკებია და უფრო მეტი ასე რომ ვთქვათ ზიანი ადგება ბავშვს ვიდრე სარგებელი. ხო, აი ნახეთ, კიდევ ვაწყდებით ერთ პრობლემას, თვითშეფასება და სამყაროს აღქმა ბავშვის ხედვით. აქ ხო არის შეჯიბრი. ანუ თან წარმოიდგინეთ ვეხებით სილამაზეს და აი აქედან უამრავი პრობლემა შეიძლება დაეწყოს ზუსტად ჩვენ შვილს. პირველ რიგში გეტყვით რომ მე როცა სკოლაში ვსწავლობდი და ეხლა უკვე წინა დღეებში სხვა მშობლებისგანაც მოვისმინეს, სააგენტოს წარმომადგენლები შედიან სკოლებში, ეს კლასში გადახედავენ ბავშვებს და ვიღაცებს ესე თითის დადებით აარჩევენ. პირველ რიგში ეს არ უნდა დაუშვას, რა თქმა უნდა, სკოლის ადმინისტრაცია. მეორე რიგში როგორ ფიქრობთ, ბავშვები, რომლებიც ხედან და ისინი ვერ იქნენ შერჩეულები, რა კითხვები გაუჩნდებათ ამ ბავშვებს, ან რა თვითშეფასება ექნებათ, ხო? ხო გაჩნდება კითხვები, რომ ესე იგი მე არ ვარ ლამაზი, მე არ ვარ სათანადოდ კარგი რომ შემარჩიო. ну ეს პირველი ეტაპი, როდესაც უკვე კონკურენციაში ხდება ბავშვი, სადაც სილამაზე არის მნიშვნელოვანი, პირდაპირ მესიჯს ვუგზავნით ჩვენ ამ ბავშვს, რომ თუ სათანადოდ ლამაზი არ არის, სათანადოდ ღირებული არ არის. მე რჩნდება კითხვა რა არის, რას ნიშნავს, რომ იყო სათანადოდ ლამაზი, ან რა კომპონენტებს უნდა აკმაყოფილებთ საიმისოდ, რომ მიგიღონ ამ კონკრეტულ, არ ვიცი, ასე რომ ვთქვათ, შეჯიბრში. ხო, არასწორია ბავშვებს ასეთი ტოქსიკურ გარემოში შეჯიბრისად სილამაზე ჭირდებათ მათ თავის წარმოჩენა და ის ღიმილი ხშირად რომელსაც თხოვენ ხო სააგენტოები ან მშობლები რა გაიღიმე რომ პოდიუმზე ლამაზი გამოჩნდა სრულიად არასწორია ის არ არის მესიჯები ის არ არის რაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს ხო ანუ თქვენ რა მოდრას ლეგალური ტრაფიკინგია იცით რა კარგი კითხვაა იმიტომ რომ ეს არის ასევე მე არ მინახავს სილამაზის რაღაცა ეს შეჯიბრი სადაც ბავშვი ჩვეულებრივი ტანსაცმლით და უბრალოდ დაბანილი პირით არის აქ ბავშვები არიან მაკიაჟით, ვარცხნილობით და ისეთი დასრულებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლით, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს და გვეუბნება იმას, რომ ხდება ბავშვის სექსუალიზაცია. და მე ხშირად მსმენია, რომ ეს არის ფასიანი და მშობელი იხდის თან. რა თქმა უნდა, ფასიანია. ბავშვს არაფერში არ ჭირდება საერთოდ. და როდესაც უფრო სიღრმისეულად რომ ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ტრაფიკინგზე ვსაუბრობთ, ხო? ტრაფიკინგზე მაპატიეთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პედოფილია არის, ხო? ეს პირდაპირ კავშირშია პედოფილიასთან, იმიტომ რომ დღეს სამყარო საუბრობს იმაზე, რომ ბავშვების ფოტოები არ უნდა იყოს სოციალურ ქსელში ესე რომ ვთქვათ გამოფენილი, იმიტომ რომ პედოფილები არიან ის ყველაზე მეტი ბავშვების ფოტოებია, ესე ვთქვათ, შენახული და ჩამოტვირთული სოციალური ქსელიდან მონაცემების მიხედვით თუ იმსჯაებთ და როდესაც ასეთი მონაცემები გვაქვს პედოფილიის, როგორ შეიძლება ბავშვის სექსუალიზაცია მოახდინო ამ ასე რომ ვთქვათ გზებით და პირდაპირ ასე რომ ვთქვათ გზა გაუხსნათ პედოფილიას. ეხლა ამ ყველაფერსთან ეხმარება კიდევ ერთი უბედურება არის ის, რომ სოციალური ქსელი. ნახეთ, კიდევ მეორე კუთხით რო ვისაუბროთ, ბავშვები უყურებენ ულამაზეს ქალბატონებს, ასევე თინეიჯერებს, ან თავის ასაკის ბავშვებს, რომლებიც იკეთებენ მეიქაპს, იცმევენ ულამაზეს კაბებს, ან რაღაც ტრენჩი არის, რაღაცა ისეთი მიმდინარეობის ცეკვები. აი ეს როგორ შევუზღუდოთ მშობლებმა ბავშვებს, რომ თუნდაც იყო სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთი ბრენდი, კოსმეტიკური ბრენდი, აღფრთოვანებული იყო სტატისტიკის მიხედვით იმით, რომ იმდენი პროდუქცია გაიყიდა ბავშვებზე, რომ მშობლებს არ შეუძლებია მეგობრებო. მე ვიცი როგორ უცხო ჩვენთან არ ვიცი რამდენადაა რეგულირებული, მაგრამ წესით ნებისმიერ
ბევრ სოციალურ ქსელში ვერ დარეგისტრირდები პირადობის მოწყობის აღებამდე. ამ ტექსტში. ეგ გასაგებია, ჩვენთან არეგისტრირებენ სხვის პირადობაზე ან ასაკს ხელოვნურად უმატებენ დასკვნას. აქ ისე და ისე მივდივართ პირველ რიგში, როდესაც ასეთ კონკურსებში ვიღებთ ხომ ბავშვებს პირველ რიგში დამნაშავეა სააგენტო, დამნაშავეა სახელმწიფო, იმიტომ რომ არ რეაგირებს ამაზე, დამნაშავეა მშობელი, დამნაშავეა სკოლა, რომელმაც ნებართვა მისცა სააგენტოებს, რომ შეარჩიონ სკოლის გარემოში ეს ადამიანები, ხო? და პირველ რიგში აქ ისეთი ფსიქიკურ ჯანმრთელობის რისკებზე შეიძლება ვისაუბროთ, როგორც არის შფოთვა ვარ თუ არა ლამაზი, როგორც არის შური, ის უკეთეს გამოიყურება ვიდრე მე თვით შეფასება, ხო, რა მოხდება ის ბავშვი თუ კონკურსში ვერ გავა და პირველ ადგილს, მეორე ადგილს ვერ მიიღებს, ხო? მის პირდაპირ გაგება იქნება ის, რომ ის არ არის სათანადოდ კარგი, მოზარდობაში უკვე დაიწყება ბულიმია, ანორექსია, დიდი რისკებია სხვათა შორის ამის, ხო? ან შეიძლება მიმართოს უკვე მოზარდობიდან დაიწყოს საუბარი პლასტიკურ ოპერაციებზე და პირდაპირ ეს კონკურსები მიზანმიმართულია თვითშეფასებაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობის რისკებზე. შემდეგი უკვე პირველი აქ არის მშობლის პასუხისმგებლობა, ხო? მშობელმა არ უნდა დართოს ბავშვს ნებართვა კი არ უნდა დართოს და ძალიან ხშირად მშობელი უკეთებს თვითონ ბავშვს TikTok-ს, Facebook-ს ან Instagram-ს და ძალიან ხშირად კიდევ რაც მე შევამჩნიე, მშობლები იყენებენ შვილებს ძალიან უხეშად რომ თქვათ, რაღაცა შემოსავლის წყაროდ, იცით რა, ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. კი, ძალიან ბევრი ფაქტი ავსკროლოთ Facebook-ი, TikTok-ი და ყველანი ვნახავთ რომ თვითონ მშობელი არასდროს არსად არ ჩანს, იღებს შვილს, არეკლამებს, ამით იღებს ნახვებს, მე რომელიღაც კომპანია შესთავაზებს ურთიერთობას, რაღაც დამირეკლამე კონკრეტულ ტანსაცმელს და ამით ბავშვის უფლებებს ვარღვევთ. სად არის ბავშვის უფლებადამცველები? სად არიან ხო ბავშვის უფლებადამცველები? სად არიან ის საერთოდ საზოგადოება რატომ არ რეაგირებს ამ ყველაფერზე ხმამაღლად და თუ ის მშობელი ვერ ხვდება ამას, ხო ჩვენ რატომ არ ვსაუბრობთ? აი სხვა ადამიანები, ვისაც გვაქვს თუნდაც ეს ინფორმაცია, ვინც გავაანალიზეთ ეს რომ პრობლემაა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, უფრო მეტმა უნდა გავაკრიტიკოთ, იმიტომ რომ ამ მშობელმაც უნდა ნახოს და გაიგოს, რომ ეს სწორი არ არის. მშობლობა, აი ეს მშობელი ესე ხო არის ბადება. საინტერესოა სულ ამბობთ, რომ აი რაღაც რატო არ რეაგირებთ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. საზღვრებს გარეთ, თუ გაქვთ თქვენი მონაცემების სტატისტიკა, როგორ იქცევიან მშობლები? აქვთ მათ რეაქცია და რეაგირება? ერთი წლის განმავლობაში მე ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და მინდა გითხრათ, რომ იმ კონკრეტულ ესე ოფიციალურად არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ჩემი ესე ვთქვათ გამოცდებიდან მე არ მახსოვს რაიმე ისეთი შემენიშნა თუნდაც ღონისძიებაზე, სადაც ბავშვები მოდიოდნენ, მათ ქონოდათ რაიმე მაკიაჟი ან ისეთი დასრულების ტანსაცმელი ან რაიმე და თუ ხშირად ჩვენ საუბრობდით ბავშვებზე ან ბავშვთა უფლებებზე, აქ ძალიან ხშირად უფრო ჯანსაღი აზროვნება და უფრო ჯანსაღი აზრი ფიქსირდებოდა ხოლმე მშობლებისგან ვიდრე საქართველოში. ეს შედარებას ვაკეთებ, ბავშვობიდანვე სწორად ზრდიან, ამას ვამბობ, იციან თავისი უფლებები. ხშირად გამიგია, ესეც უნდა აღვნიშნო და ხშირად გამიგია და უშუალოდ ჩვენი და არა მარტო ჩვენი პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლებისგან, რომ უშუალოდ იქ დასავლეთის მხარეზე სულ რომ აი რა არის ეს და ჩვენ ანუ და ჩაცმა არიციან და რაღაც არიციან დასრულებზეც და ბავშვებზეც და ამ დროს ხვდები რომ ის ადამიანები ამ დასაცმელს ყოველდღე კი არის ანუ წარმოიდგინე მაღალ ქუსლებზე და რაღაცა შარმალ კოსტუმში გამოჭლეტილი რატონა დადიოდა სახლში როცა ღებულობს სტუმარს ხო ანუ ყველაფერს აქ თავის ფორმა სახლში შეიძლება ხალხში და ჩუსტებში იბოდიაო და ჩვენებიც აი პოსტებში და სივრცის შემთხვევაში რაღაც შეგრძნება გაკ რომ უნახავ მაგრამ ნახა და ვცდილობ რომ აი ფასადური იყოს სახლშიც აი ბაფთებითი არა სახლშიც ფასადური და მე რა თქმა უნდა ეს ფასადურობა გადადის ბავშვებზე ხო? ხო, ირმა, მოდი ასე ვიმსჯელოთ ახლა პირობითად, აი უფრო რო ჩავკონკრეტდეთ. მაგალითად, მე ვარ იმ მშობელთაგანი ერთ-ერთი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და მე მყავს 5 წლის შვილი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ უნდა მსგავს კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ნუ ალბათ თანატოლების გავლენიდან გამომდინარე, ხო? აი პირდაპირ რომ მითხრა მაგალითად რას ვუშავებ ჩემ შვილს ამით. შეიძლება ვთქვათ რომ აი 5 წლის ბავშვს რა უნდა, მან ჯერ არ იცის ეს რა არის კარგი, რა არის ცუდი და რამდენად კარგი არის მისი სურვილი და ჩვენ ვალდებული ვართ რომ ავუხსნათ, მაგრამ აი პირდაპირ მარტივად რო ამიხსნა, ამითი მე რას დავუშავებ ჩემს შვილს. შემიძლია მოკლე კომპონენტებად ჩამოგითვალოთ. პირველი ის რომ მოახდენთ ბავშვის სექსუალიზაციას, თუ თქვენი სურვილით არ მიყავთ და თვითონ გამოხატა სურვილი, მიუხედავად ამისა, ხო? გარდა ამისა, მის თვითშეფასებას მიედგება ძალიან დიდი რისკია, რომ ზიანი გქონდეს, ან მივაყენოთ მის თვითშეფასებას, გქონდეს შფოთვები, მოზარდობაში უკვე თვითონ იცოდეს და იმასაკიდანაც რომ ის უნდა იყოს აუცილებლად ყოველთვის ლამაზი და ყველაზე ლამაზი საიმისოდ რომ მიიღოს ყურადღება და იყოს
დამსახურებული და ასე რომ ვთქვათ, გაიმარჯვოს და მისთვის კონკურენციაში ყოფნა იქნება ის, რომ თვითონ ყველაფერი უნდა გააკეთოს, უნდა გაიღიმოს, უნდა ჩაიცვას, უნდა მიიღოს ის მაკიაჟი, რასაც თავაზობენ, საიმსად რომ გაიმარჯვოს. რეალურად ამასაკში რა ისწავლება? ხო, ამასაკში ვასწავლით ჩვენ როგორ შეიძლება იყოს შინაგანად ლამაზი, რატომ არ მნიშვნელოვანი თავისუფალი თამაში ამასაკისთვის, რატომ როგორ უნდა დაამყაროს სწორი კომუნიკაცია, რა არის სწორი ღირებულებები ცხოვრებაში, ხო? არის ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ზღაპრებს უკითხავთ კეთილი ბოროტის ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ერთადერთი წესი, ერთადერთი ნორმის ფარგლებში შედარება რაც არის ის, რომ საკუთარი თავი შევადაროთ გუშინდელ მეს. და არავინ სხვას, ხო? იმიტომ რომ იქ ყოველთვის იქნება ვიღაც უკეთესი, ვიღაც უფრო ლამაზი ცხვირის ფორმის, წარბის ფორმის, ტანი იქნება ლამაზი, ხო? მისი გადმოსახედიდან და აქვე უნდა აღნიშნო ის, რომ ასეთი ერთი მოცემულობა, რაღაც სილამაზის, ასე ვთქვათ, ნიშნები და მახასიათებლები არ გვაქვს ჩვენ, ხო? რაღაცა ჩარჩო არ უნდა შევქმნათ ბავშვს, რომ აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს საიმისოდ, რომ გერქვას ლამაზი. და ყოველწლიულში ესეც იცვლებათ. პირიქით ინდივიდუალიზმს უნდა გავუსვათ ჩვენ ხაზი და უნდა უთხრათ, რომ აი ეს მიმიკების ყოფილი ძალიან ლამაზი გაქვს და როდესაც აქ მიყავთ, აი უნდა ვისაუბროთ იმ დროს, ჯერ ვკითხოთ რამ გამოიწვია მისი ინტერესი, ხო? მერე უნდა ვისაუბროთ ჩვენ აი ამ ყველაფერზე, რომ მას სურს თუ არა ნამდვილად ეს ყველაფერი და თვითონ როცა გაიაზრებს, ხო, თუ რასთან იქნება მას საქმე, მერწმუნე თვითონაც აღარ გამოყვებათ უკვე ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ბავშვთან ურთიერთობა ძალიან ისეთია, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს მოსწონს ციფრიფანა კაბა, თვალზე მაკიაჟი, ასე ვთქვათ, ვარცხნილობა. ეს მოსწონთ ბავშვებს, მაგრამ ეს სილამაზის, ასე ვთქვათ, გამოფენა, არ ვიცი, შეჯიბრი არ არის ის, სადაც უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. აი, იცით რა მაინტერესებს, ეხლა ძალიან საინტერესო ფაქტი გამომჟღავნდა, ანუ ჩვენ ზოგადად ახლა რომ მსჯელობთ რაზე ვჯერდებით, რომ ზოგადად ბავშვთა კონკურსები არ შეიძლება და უნდა აიკრძალოს თუ ვუსვავთ ხაზს იმას, რომ შეიძლება რომ იყოს მსგავსი კონკურსები, მაგრამ უნდა იყოს დაცული ნორმები ასაკის გათვალისწინებით. უნდა იყოს გამოფენა და არა კონკურსი. იცით რა? რატო იცი, ნახეთ, ჩავშლით, ანუ რომ ვუყურებდი გადაფარვას, ხო, ეს ხო ყველაფერი ხა კონკურსიდან აღებული არის. მათი ძირითადი კაბების უმრავლესობა არის ძალიან ბავშვური, ბრჭყვიალა, ისეთი როგორიც ბავშვებს უყვართ ამ ასაკში, ხო? თუნდაც აი რომ დავაკვირდეთ ფეხსაცმელს, ხო? აი, ბოდიში, საინტერესო ეს რომელი კონკურსიდან არის აღებული, ეს ჩვენი ეს საქართველოს რეალობას არ გავს, მინდა გითხრათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს. ერთადერთი მე რაც ჩემთვის რაც ქალური არის მაკიაჟი, ხო, და არის ვარცხნილობა. უფრო ჩემთვის იკვეთება აქ ნორმების დარღვევა. რაც მაგალითად რომ გამოსწორდეს, ხო, ხომ შეიძლება რომ სხვადასხვა აზრზე ვიყოთ, ხო, პირობთ, აი ფიქრობ, რომ აი ეს ნორმები თუ იქნება მკაცრად დაცული და არ აცდებიან ამ მსგავსი კონკურსის რა ვიცი, ორგანიზატორები იმ ნორმებს. ხო, მაგრამ თემა არის სილამაზე, ნახეთ თვით შეფასება, მაინც გივარდება ბავშვი რო ხარ. მივდივართ ჩვენ კონკურსზე. რა საერთოდ კაცი და რო არ გახვალდა. ვერ აიგებ ჯილდოს თვით შეფასება, როცა ბავშვი ხარ და არ გაქვს საკუთარი მე ისე. ან ცეკვას ისწავლი და სილამაზე, უფრო ლამაზი ვერ გახდები გაჭირდა. აქ დავაზუსტებ იმას, რომ იცით რა? მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ სამი, ნუ პაადაც მივდივართ სილამაზის კონკურსზე, ხო? კი ბატონო. რა ხდება ამ სილამაზის კონკურსზე, რა ხდება? მე უნდა წარმოვიდგინო, რამდენად ლამაზიო, რამდენად კარგია ჩემი ღიმილი, ჩემი არ ვიცი, ემოქნილობა და ეს რაღაცები. მე იქ არავინ არ მეკითხება ჩემს რამდენად ლამაზი ვარ შინაგანად, პიროვნულად, ამის შეჯიბრი არ ხდება. ანუ პირდაპირ გარეგნული შეჯიბრია, ხო? გარეგნობას ვადარებთ ერთმანეთს. თქვენ ჩემთვის ძალიან ლამაზი ხართ, თქვენ ჩემთვის ძალიან ლამაზი ხართ. მეც ხო ძალიან ლამაზი მგონია თავი და პაატაც ხო ძალიან ლამაზი. და უცებ აწყდები გაფასებს ჟიური, რომ შენ საერთოდ სამეულშიც ვერ გახვედი. აღმოჩნდა პაატა მაიღო 10-დან 10 და ჩვენ ვერაფერი. ნუ ხარ წავიდა ჩვენ. იმიტომ რომ თქვენზე კარგად გავიარა და სწორედ სწორი აქცენტები გაქვს. სწორედ ამას გულისხმობ, რომ უნდა იყოს მაშინ ნორმები დაცული. არ უნდა იყოს მსგავს კონკურსებში ჟიური, არ უნდა ფასდებოდეს ბავშვების სიმაღლეზე. ამას კიდე პირდაპირ სილამაზის კონკურსი. კი, ერთ-ერთი მშობელი ამბობდა, რომ იცი რა, აქ თვით შეფასება უმოხდება ბავშვს და სწავლობს წაგებას და მოგებს. მოდი ვასწავლოთ ჭადრაკი. კი, ვასწავლოთ ჭადრაკი, იდეა, ვასწავლოთ სამაგიდო თამაში. თვით შეფასება, ასეთი ვასწავლოთ თვით შეფასება, მშობლის მიდგომა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. კი, და ესეც პირობითი თვით შეფასებაა, იმიტომ რომ ხვალ თუ იგივე კონკურსში ვერ გაიმარჯვა და არ აღმოჩნდა პირველ ადგილას, მაშინ იცით ის თვით შეფასება, როგორ ასე ვთქვათ, ჩამოვა, ესე საკმაოდ ხო იმოქმედებს ეს აუცილებლად გაუჩენს ბავშვს ფოთვებს, თვით კრიტიკას, ხო? და როგორც აღნიშნე
აღნიშნე ბულიმიის ეს არ არის რასაც მე ვფიქრობ მხოლოდ ამას ამბობს კვლევები რომ ასეთ ასაკში როდესაც ასეთ კონკურსებში იღებენ მონაწილე ასეთ ასაკში კი არ უკვე დასრულობაშიც ხო უკვე მოზარდებიან 20 წლიდან ისინი ცებრძვიან ბულიმიას ანორექსიაში ფოთვას და ამ ყველა ირმა ასევე საინტერესოა ბოდიშპატა აი თქვენ ესეთი ისტორია მოყავით რომ მე მსმენია რომ სკოლებში შედიან ერთი ბავშვი გაიყვანეს და მიიღო მონაწილეობა და მეორე დაისტრესა აი სახლში მაგალითად რაღაცა დოზით ჩვენი შვილი ისე უნდა აღვზარდოთ, საკუთარი მე ისე უნდა გაუღვივოთ, რომ აი სტრესი ნაკლებად შეხვდეს მას ცხოვრებაში. ყველაფერი მაინც სახლიდან იწყება, ხო? თვით შეფასება, აი ნახეთ თუ მშობელს დაბალი თვით შეფასება აქვს, ალბათ ბავშვსაც დაბალი თვით შეფასება იქნება. მოდით გვირჩიეთ სახლში როგორ შეიძლება ბავშვს ჩამოუყალიბოთ თვით შეფასება ისე რომ მას გული არ დაწყდეს რაღაცა დოზით ანუ ტრაუმა არ იყოს მისთვის აი მსგავსი ქცევა თუნდაც საგანმანათლებლო სისტემაში პირველ რიგში როდესაც შვილთან ურთიერთობთ არ ვეუბნებით მას რომ ის არის ყველაზე ლამაზი ჩვენ ვეუბნებით კონკრეტულ მაგალში როდესაც კომპლიმენტს ვეუბნებით ხო როგორ უნდა უთხრათ ის კონკრეტული მახასიათებელი ის კონკრეტული რამ რაც მას აქვს და არ ვაკ ყველაზე ლამაზი ხარ ნიშნავს იმას რომ როცა სკოლაში მივა აღმოჩნდება რომ ის არ არის ყველაზე ლამაზი ამიტომ ვეუბნებთ რომ თვითონ ის არის ლამაზია იმიტომ რომ ის გამოსდის ძალიან კარგად ამას იხდენს ძალიან კარგად ის რაც აცვია ლამაზად აქვს ან რაიმე ესეთ კომპლიმენტებს უკეთებთ რაც ინდივიდუალიზმს უსვამს მასთან ხას გარდა ამისა ჩვენ არ უნდა უთხრათ კომპლიმენტი ისეთი რომელიც არ ვიცით რა ძალიან ხშირად ანუ ადგილო შეიძლება იყოს ან დამსახურებული და დამსახურებელი არა მაგრამ ცით რა ის კონკრეტული მოვლენა უნდა შევაფასოთ მაგალითად ის რომ რაღაცას ცდილობს გააკეთოს უნდა შევაფასოთ ის მცდელობა რომ მომწონს ეს რო გააკეთე და მე ნახავთ რომ ის თვით შეფასებაც უკეთესად წამოვა და უფრო თავდაჯერებული იქნება იმიტომ რომ ჩვენ ყოველ ფაქტზე მიზანმიმართულად ვუკეთებთ ისეთ შეფასებას რომელიც არის ინდივიდუალური და არც მოყერჭება არ უნდა გამოიწვიოს ამან მოყერჭებას ვეძახით როდესაც ერთი ძალიან მაგარი გოგო ხარ ბრაო ძალიან მაგარი გოგო ხარ ბრაო არ არის ეს საჭირო, არ არის ყოველთვის ასეთი შეფასება საჭირო, უნდა იყოს ისეთი შეფასება, რომელიც მის მცდელობაზე, მის შრომაზეა დაფუძნებული და არ უნდა იყოს ასე რომ ვთქვათ მასშტაბური, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ, ყველაზე კარგი ხარ. რაღაცნაირად მგონია, რომ ანუ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი არ მგონია ეს ასე არის, ხო, რას როგორ ვეტყვით და აი ხშირად მოყავს ხოლმე მაგალითად აი ეს სიტყვები, როცა შენ თქვი, რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ და აი ამ შენ ყველაზე ლამაზი ხარ წინ რო დაუმატოთ ერთი უწყინარი სიტყვა რომ ჩემთვის შენ ყველაზე ლამაზი ხარ მე მგონი ეს უკეთესი იქნება და მოაგვარებ იცი ვერ ხანდახან ფიქრობ რომ ჩვენ რაღაცნაირად გავიზარდეთ კიდე რაღაცებამდე იმიტომ რომ ახლა გამახსენდა ახლა მართლა იმ უმზადებელზე ალბათ მაგის ცალკე თემა უნდა ქონდეს სალაპარაკო მაგრამ აი მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთი მოდელი რომელიც დაუშვათ ჩვენი სტატისტიკი და ჩვენი შეხედულებით ცოტა სხვანაირად გამოიყურება იმ სტანდარტები და რაც მაგალითად ვივიხეთ ყველამ ერთად, რომ აი როგორ წარმოაჩინეს, როგორც მოდელი იყო რაღაცა თბილისს ეწვია თუ რაღაცა და მოკლედ კომენტარები თუ ჩვენ ხო განსაკუთრებული ხალხი კომენტარებში. აიკლეს ის გოგო ახალგაზრდა, მოკლედ, ანუ არავინ არ ჩაყვა იმას როგორია რაღაცა და ეს გოგო გახდა რაღაცა 2 დღე საქართველოში რო პოლიტიკაზე არის ლაპარაკებენ წარმოიდგინე, ეს გოგო იყო იმდენად რომ მივიდა იმ გოგომდე ეხმა და ჩააკითხეს მე ჟურნალისტები და ამბობს რომ რატო გავხდით თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი რა გარეგნობაც არ უნდა მქონდეს ანუ რა უკაცრავად მე ვარ მოდელი კაცო და მუშაობ და ჩემი სამსახურია ეს და რა ვქნა ეხლა ნუ თქვენ რატო შენი პირადი და უშუალოდ ემოციებით და შენი გამოცდილებით რატო აფასებ ადამიანს თან რომელიც შენგან 1000 კილომეტრში ცხოვრობს და რატო ლანძღავ აი საერთოდ რატო მოიცალე იმიტომ თავის კომპლექსებს იგნორირებენ აი ამ გული ხო მაგრამ აქ ხო ფაქტობრივად გადაწყვეტ რომ საჯაროდ ცნობილი ადამიანი გახდე და ამისთვის ყველაფერს აკეთებ ყველაფრისთვის სად უნდა იყო ალბათ არა შენ კი უნდა იყოს სად იქნებოდა სოფო მე რატო მიჩნდება სული დრო დავკარგვა ჩემთვის ის ადამიანის აღწერაზე რომელმაც დაუშვათ ანუ კოვიდი კი არ დამართა მთელ სოფლიოს უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს სადღაც ну სცენაზე გადის და ტანსაცმელის რეკლამას აკეთებს ხო მეტი არაფერი
ახლა იმას რომ დაუშვათ რაღაცა საშინელება მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და რაღაცა კი ბატონო გავლანძღავ მოვიწლით, იმიტომ რომ გვეხება, მაგრამ არა მარტო ჩვენ ქვეყანაში საზღვრების გარეთაც კარგად არის ბულინგის სოციალურ რეკლამა მაგათთვის კიდე სასწაულია უფრო რეკლამა ჩვენ ამით სარგებელს არღები იქ სადაც შეიძლება დაქირეული კომპანიები თქვენს რაღაც უშვებია უბრალოდ ჩვენი გულისტკივილი გამოვთქვი ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან დამღლელია უბრალოდ როდესაც ჩვენ ნუ არა მარტო ამ თემაზე ახლა შორს ვარ წავიდეთ გცალია უბრალოდ ახლა წარმოიდგინე აი ეთერი დამთავრდება და ერთი სული მაქვს ტელეფონში ჩავძერ რომ ვიღაცას რაღაცა კომენტარი გავუკეთო იმაზე რაც ჩემ ცხოვრებასთან საერთოდ არ ჩაუვლია და ვერ ჩაიწყო. ხო, და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ სოციალური ქსელის ვინც ვიყენებთ, ხო, გქონდეს რაღაცა ბარიერები საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი არ მოგვეწონება, ხო? ის რაც მაგალითად მე ახლა მაცვია შესაძლოა არ მოსწონდეს სოფოს, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ თვითონ ამის გამო მე შეურაცხყოფა უნდა მომაყენოს ან რაღაცა ჩემ პირადი საზღვრები უნდა გადმოკვეთოს. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პირადი საზღვრების დაცვა ჩვენ ვიცით, მაგრამ სხვამაც იცოდეს როგორც ეს პატივი სხვის პირადი საზღვრები. მე მგონი კარგია დასასრულისთვის ფრაზა, რომ ვცეთ პირად საზღვრებს, საკუთარსაც და სხვისასაც პატივი. დაგემშვიდობებით ირმა წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ კიდევ მომდევნო თემით შევხვდებით რამოდენიმე წამში. მოკლედ რო ჩავეტიოთ ტაიმლაინში ამდენ საინტერესო ამბავში ვთქვიფებით ხოლმე და მე ნუ სურვილი არ გვაქვს გაუშვას სტუმარი და დარწმუნებული ვარ თქვენაც ამიტომაც პირდაპირ ქეთას რუბრიკას უნდა მივახტეთ ასე ჩავეჭიდოთ კბილებით იმიტომ რომ ქეთა მოტივაცია გადმოვყავს აქტიურად ჩვენგან განსხვავებით ჩვენ აქ ვზივართ სკამზე საათნახევარი აქტიურად ჩართული ამბებში იმუხტება სხვადასხვა მეთოდით და ერთ-ერთ მეთოდს ახლა ვეზიარებ დაგმუხტე ქეთა ნახოთ აბა გამარჯობა, ეს არის რუბრიკა დაიმუხტე. დღეს სასწაულად სახალისო ადგილს უნდა ვესტუმრო. მინიშნებას მოგცემთ, ცოტათი ლეწვისქვებსაც გაიგონებთ. სამაგიეროდ ერთად დავიცლებით ემოციურად და დავიმუხტებით ახალი ძალებით. წავედით. ისეთ ნეგატივს. არა, საერთოდ არ ვარ ბრაზიანი. ეს თქვენ სახელზე უნდა ვისწავლო. აუ, ძალიან მაგარია! ბრაზის ოთახი ძალიან საინტერესო ჭერს. საიდან წამოვიდა ეს იდეა? იაპონიაში რამოდენიმე კომპანიაში ჰქონდათ გაკეთებული სპეციალური, ასე ვთქვათ, ოთახი, პატარა, სადაც შედიოდნენ, ყვიროდნენ ნეგატიური ენერგიისგან იცლებოდნენ და უფროსის ფოტოებს ესროდნენ რაღაცეებს. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად დაცულია უსაფრთხოება. უსაფრთხოება მაქსიმალურად გვაქვს დაცული, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი ეკიპი გვაქვს ამ განკუთვნილი რეჟიმ ოთახისთვის, გვაქვს ჩაფხუტები, გვაქვს მოსასხამები, ხელთათმანები. აი თქვენი აზრით, ვისთვის არის კარგი ეს გამოცდილება? გართობა არის თუ თერაპეულიც? კი მოდიან სტრესისგან იცლებიან, მაგრამ ასევე მოდიან ჩვენთან მეგობრები, როგორც ვახსენე, ოჯახი და უბრალოდ უნიკალურ მომენტებს აგროვებენ, ასე რომ ვთქვათ აქ და ერთობიან კიდეც. რომელი საგნის მტრევას სიამოვნებთ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად იმტრევა ტელევიზორები, დიდი ტექნიკა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მომხმარებელი მასე ვთქვათ, მაქსიმალურად ერთობა და მაქსიმალურად იცლება ნეგატივისგან, როდესაც დიდ რაიმეს ურტყავს და მთელი ბრაზი გადმოაქვს დიდ ტექნიკაზე. დიახ, ზუსტად. თავად თუ შედიხართ ხშირად იმ ოთახში და იცლებით ნეგატივს? ოთახშორის ვიტყვი და დიახ, ჩვენც ხანდახან შევდივართ ხოლმე და ასე ვთქვათ, ნეგატივისგან ვიცლებით ხოლმე რეიჯ რუმში. თუ ყოლია ზედმეტად გაბრაზებული სტუმარი? კი, ყოლია სხვათა შორის ზედმეტად გაბრაზებული, არა მარტო კლიენტები, შეუკვეთიათ კონკრეტული ფოტო, ცუდი მოგონების, ან კონკრეტული ვისაც არიან გაბრაზებულები და იმას ურტყავენ. რატომ ურჩევთ ადამიანებს, რომ მოვიდნენ ბრაზის ოთახში? ნებისმიერ სჭირდება ნეგატიური ენერგიისგან დაცლა და საუკეთესო ადგილია რეიჯ რუმ თბილისი, რომ მოხვიდეთ, გვეწვიოთ და განიმუხტოთ მაქსიმალურად და ნეგატიური ენერგიისგან დაიცალოთ. ოთახში შემოსვლის შემდგომ პირველი ეტაპი არის, რომ ეკიპირება ჩავიცვათ, გვაქვს მოსასხამი, გვაქვს ხელთათმანები, გვაქვს ჩაფხუტი. შეგიძლიათ ისროლოთ, თქვენ ნებასურვილია უკვე დამოკიდებული, როგორ და რანაირად დაიცლებით ნეგატივისგან და როგორ გაერთობით. ვინ წარმოვიდგინო სანამ ამთებს დავახეთქე? უკვე ვიცი. დედა სახლში გადამიმალე ჭურჭელი. არა, საერთოდ არ მაქვს ბრაზი.
იცოდე. არ გაატყდა. მე ძალიან გაბრაზებული არ ყოფილვარ. ეს თქვენ სახელზე უნდა ვისროლო. არ გამაბრაზო იცოდე. აი ამას მართლა პირველად ვაკეთებ. აღიარეთ რამდენს გიოცნებიათ ამაზე გაბრაზებულზე. აი ეს აი გაბრაზებული ხალი ესეთია. გონი ოპერატორი გამექცევა. ტელევიზორის დამტვრობა თუ ასეთი სასიამოვნო იქნებოდა არ წარმომედგინა. ეგ არის. რაღაცა ძალიან გაბრაზებულიც არ ვარ მგონი. საერთოდ არ ვარ გაბრაზებული. ეს იყო დამუხტვას და განმუხტვას. მთელი უარყოფითი ენერგია დავტოვა აი ამ თებშებში. აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. მე კი ძალიან მშვიდად გავუყვები გზას და მშვიდადვე დავუბრუნდები სამსახურს. დადგარ იგი? ხო, ეს ნამდვილად ის სივრცე არის, სადაც შეგიძლია აი ყველა შენი უარყოფითი ემოცია გადმოიტანო და დაიტვირთო პირიქით მერე რაღაცა დადებითი მოხდეს. ერთი კითხვა მაქვს. ძალიან მალე ის ტელევიზორი, რომელსაც ქეთ ასე გამწარებით ურტყავდა, მე მგონი უნდა გახდეს ანტიკვარი და საერთაშორისობენ ამდენად ძველ ტელევიზორს მაინტერესებს. მაქაურობის თანამშრომელი თუ გახდები, გეტყვიან და ისე არ გამხდარ. არა, საოცარი ოთახია. ქეთა ისეთი დაგვიბრუნდა დამშვიდებული, მისი ანერვიულობა და გაბრაზება ძალიან რთული იქნება უახლოეს მოვალეში. სადოთ? ხო, იცი რა. კარგია ეს ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს, ემოციის გამოსახატავად, აი ამ ნეგატიურ ემოციას დავტოვებთ იმ ოთახში და შემდეგ დღეს გავაგზავნებთ შვიდად და წყნარად, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, თუნდაც წიგნი. დღეს ჩვენ საუბრობდით კიდევაც, რომ ეს არის კვირეული წიგნების ჩუქების და არ შემიძლია რომ ლიტერატურას გვერდი აუვაროთ ესე მარტივად. ესე იგი, როცა ჩვენ ბავშვები ვიყავით, გვეგონა რომ წიგნები ცოცხალი არსებები იყვნენ, გვეგონა რომ წიგნს ხსნიდით და ის გველაპარაკებოდა და არა მხოლოდ გველაპარაკებოდა, ჩვენს გვერდით იჯდა, გვიბიძგებდა, გვაბედინებდა, გვატირებდა, გვაღიმებდა. მერე გავიზარდეთ, წიგნებით თითქოს გაჩუმდნენ, თითქოს, მაგრამ საბავშვო ლიტერატურა, ნამდვილი საბავშვო ლიტერატურა ყოველთვის რჩება იქ, სადაც ბავშვობა არ ჩამქრალა. იმ სივრცეში, სადაც სიტყვები არა მხოლოდ ლამაზია, არამედ სამკურნალოც და დღეს ჩვენ სტუმრად არის ადამიანი, ვინც სიტყვებით აშენებს სიახლეებს ბავშვებისთვის, სახლებს, სადაც არის ფანტაზია, სითბო, თამაში, აზრი, გრძნობა, მწერალი, რომლის გმირები ისეთივე ბუნებრივი და საყვარელია და ეს ყველაფერი უკავშირი, რა თქმა უნდა, ბავშვებიდან მოდის, არ შემიძლია არ მოვიწიო სტუდიაში ბავშვებისთვის უსაყვარლესი მწერალი სოფია ბარშოვა, მოგზანდით შუადღემშვიდობის. დღემშვიდობისა. მოკლედ არ არის მარტივი საბავშვო ლიტერატურას შევეხოთ, მით უმეტეს აი ახლა ისეთი თაობა, ყველაფერს გრძნობს, ყველაფერს ნადრევად შეიმეცნებს, მაგალითად ჩვენ აი აღნიშნა კიდევაც სტუმრად ყავდა ალექსანდრა, რომელსაც ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა, ლიტერატურა, აი მაგალითად 23 წლის ასაკში ჩვენ რო ვაზროვნებით, ეხა ბავშვები უკვე მე მგონი 14 წლის ასაკში სვამენ ისეთ შეკითხვებს, კითხულობენ ისეთ წიგნებს და აზროვნებენ, რომ წინ წავიდა, გაახალგაზრდავდა ეს ყველაფერი. გვესაუბრეთ, როგორ გადაწყვიტეთ საბავშვო ლიტერატურას ესე შეპარვით და ესეთი წარმატებით მიახლოვებულიყავით. მივესალმებით თქვენ გადაცემის მაყურებელს კიდევ ერთხელ და გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს და წიგნის ჩუქების დღეს, რომელიც გუშინ იყო, მაგრამ ეს კვირეულიც ესე ითვლება ამ სფეროში აქტიური კვირეულია. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, არ ვიცი როდის მოხდა ეს, როგორ შემომეპარა რაღაცნაირად. ბავშვობიდან ჯერით რა თქმა უნდა ლიტერატურის სიყვარულით დაიწყო ყველაფერი, შემდეგ შევაპარე რაღაცები, ცოტა სცენარები კლასისთვის, უბნისთვის, რაღაც ლექსები თითქოს და პირველი ჩემი ნაბიჯიც იყო თარგმანი. ეს იყო ანა გალადას 35 კილო იმედი, რომელიც წიგნები ბათუმში, გამოცდილება წიგნები ბათუმში გამოსცა. პოპულარული გამომცემლობა, რომლის
თარგმანი თქვენ გეკუთვნით და ფრანგულიდან თარგმნით. დიახ, ეს ფრანგულიდან თარგმნე, ფრანგი მწერალი თანამედროვე ანა გალოდა, რომელიც რამდენიმე წიგნი არის უკვე ნათარგმნი, ფილმები გადაღდა ძალიან ბევრ ქვეყანაში პოპულარული და მისი წიგნები და უკვე ჩვენს ქვეყანაშიც ქართულ ენაზეც გვაქვს და ძალიან მიხარია რომ ერთ-ერთი საყვარელი წიგნის თარგმნელი მე ვარ. ძალიან გასაგებიანი წერია დაუშვათ დასრულისთვის. ეს ერთი რა მაინტერესებს, აი თქვით რომ გადადგით ნაბიჯი თავის დროზე და საბავშვო მწერლობისკენ წახვედით, ხო? ანუ რა განსხვავებულ უნარებს ფლობს საბავშვო მწერალი? იმის გამოცდილებას თავი რო დავანებოთ, რომ რაღაცა ლიტერატურა საუკუნეების წინანდელმა უბრალოდ გადაინაცვლა ნებურად საბავშვო ლიტერატურაში. როგორც ჩვენ ერთ-ერთ სტუმარმა აღნიშნა და უშუალოდ ჩვენ გავიზარდეთ როგორც კითხველი და ამიტომ ჩვენთვის ის სამი მუშკეტერი საბავშვო არ და რა ვიცი ის საბავშვოა, თუმცა ტომ სოიერი მაგალითად არასდროს არ დარჩება საბავშვოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის გასაგებია, რომ გაცილებით ბევრი რამეა შეგ ჩადებული და საბავშვო მწერალი რა უნარებით განსხვავდება დასრულების მწერლისგან. და არის თუ არა ეს რაღაცა. თუ ვაცდით თქვენ იმდენი კითხვა დაუსვით. შემაზეს გეტყვით. საბავშვო მწერალი ალბათ იმით განსხვავდება, რომ ყოველთვის ცოტათი ბავშვად რჩება. მე ჩემ გამოცდილებიდან გეუბნებით, ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცნაირად, ანუ არ ვიზრდები ძალიან, დიდი არ ვარ. ბავშვობაში ვჩვეbi, მაგალითად ისე უბრუნდები საბავშვო ლიტერატურას, ვკითხულობ პერიოდულად. რაღაცნაირად მაკლდება, ანუ რაღაც დრაივი, ისეთი რაც ბავშვობაში მქონდა და მიხაროდა ეს თავგადასავლები, რომელიც შეიძლება დიდოების დროს აღარ გვაქვს. და ანუ ახლოს არის ანუ ბავშვებთან. და ცოტათი ბავშვი არის თავის ცხოვრების განმავლობაში საბავშვო მწერალი. და ეს დანაკლისი აქვს ის, რომ მაგალითად მე ჩემი წიგნი საბავშვო წიგნი, რომელიც დავწერე და შემდეგ წავიკითხე, როგორც ვკითხულობ, მომეწონდა როგორც ჩემ პატარა თავს მოეწონებოდა, ასე ვთქვათ, და ჩემ ბავშვურ ნაწილს. ისეთი გამომივიდა, როგორც აი ვთქვათ, მაინტერესებდა ბავშვობაში სათავგადასავლო, რაღაც სიახლეები, უცნაურობები. ანუ ერთნაირად გასაგები უნდა იყოს დაუშვათ საბავშვო ლიტერატურა, ნუ დიდისთვის და ბავშვისთვის, ხო? ხო, რაღაცა დაუშვათ შეიძლება გაერთოს დასრულების მწერალი და ისე ჩაახბიოს ქარაგლები რაღაც სიტყვები, რომ ბავშვისთვის ფიზიკურად გაუგებარი იქნება ეს ტერმინები და რაღაცა. სოფია, თქვენ ისეთ ეგ არის, რომ სიმარტივეშიც უნდა იყოს საბავშვო მწერალი მარტივადაც უნდა იყოს მოთხრობილი ბავშვის გასაგებენაზე და ასევე ამბავის ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვი ვერ მოატყუებ ვერაფრით. ისეთი კითხვები უჩნდებათ, რაც შეიძლება რომ დიდმა ასე ვთქვათ გაატაროს. აი სხვათა შორის ბავშვი ჩაუკვირდება. აფრიკაში ეს თქვენი წიგნი მე ბავშვებისგან მსმენია, ვინც წაიკითხა, გუშინ იყო შეხვედრა ვიცი თქვენთან და ეს ძალიან კარგია, ხშირად რო ხდება და უკავშირი გამიზიარის ბავშვებმა. რა საინტერესო სახელები გვქვია თუ აი მოთხრობაშია და რატო გადაწყვიტაო მწერალმა ესეთი სახელებიო? ჩვენ ხო ქართველი მწერალის მიერ დაწერილ წიგნს ვკითხავთ და ძალიან საინტერესოა, ანუ მათ აი ეს დაკვირვება, რომ ესე გამოხატეს. ანუ თქვენი კუთხით რატო იყო მაგალითად კითხვა წამოვიდა, რასაც არ მიფიქრია წერის დროს. და ძალიან საინტერესო კაქტუსი, აი ძალიან მარტივია და დასამახსოვრებელი. აი და სხვათა შორის აღნიშნეს ასევე აი ილუსტრაციები არის ძალიან საყვარელი ილუსტრაციები, ეს კაქტუსა რო არის, აი ესე განხვეული ჩვილი ბავშვის ეფექტით. როგორ გადაწყვიტეთ და აი რატო გადაწყვიტეთ თუნდაც დიახ სახელების და ილუსტრაციებიც. აჰა. მაშინ იქიდან დავიწყებ, რომ ეს წიგნი არის პალიტერეის გამოცემული კონკურსის გამარჯვებულია. გახდა საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2023. და ეს მხატვროიც ვინც არის ილუსტრატორი, ასევე სხვა კონკურსის გამარჯვებულია, ილუსტრატორების კონკურსის და ანუ ჩვენი ესეთი ტანდემი შედგა ახალბედა მწერალი და ახალბედა ილუსტრატორი. ხო და კაქტუსას რაც შეეხება, მე ამას ვაბრალებ მეორე გმირს, მამა შაქროს. ხო, მამა შაქროს, რომელიც ანუ ესეთი პერსონაჟია, რომელიც ყვება ამბებს და არის ძალიან ვირტუოზი, ხო, როგორც თვითონ ეძახის საკუთარ თავს და ამბებს ისე კარგად ყვება, რომ სულ მაგას აყოლებენ შვილები და შემდეგ ეთხოვს, რომ შემოელევა ეგ ამბავი, დაინახავს კაქტუს კუთხეში და აქედან უკვე ფანტაზია მიცი ასე უკანახებს ახალ გმირს. და აქედან ეგრევე გადაახლოვდება კაქტუსა და შეიქმნა პერსონაჟი. ეს არის კაქტუსა, როგორც მივხვდი? ეგ მამა აჰა. მაჩვენე? არა, იქ არის ერთ-ერთი საყვარელი ილუსტრაცია. ეხლა ვაჩვენებ მაყურებელს და თან მაინტერესებს. აი წერის დროს თქვენ თუ გაქვთ თქვენი პირადი რიტუალი?
იგაცის. აი კაქტუსა. გასაყვარელი, აი. კაქტუსა ახალშობილია და ორი ღერით ვაქვს თავზე კაქტუსი. ან დაბადებიდან განსხვავდებოდა იმით, რომ ესეთი თმა ქონდა კაქტუსი მწვანე და ესე ეკალივით უხეში და ვერაფერი, ანუ მის სამშობლომა ვერ უქნეს მის თმებს. სულ ესე იზრდება. მარტო ხასიათის გამო არის კაქტუსა, ხო? კი, მისი გარეგნობის გამო ქვია. ბავშვმა მკითხეს, რომ რა ქვია სინამდვილეშო და არ ვიცი თქო. იმიტომ რომ რაღაცა დაუტოვე ფანტაზია. სოფია, თქვენ აღნიშნეთ, რომ რაღაცნაირად თუ მგონიაო, რომ მეც არ ვიზრდებიო და ბავშვი ვარ. ეს ბუნებრივიც არის, მე მინდოდა ამაზე ხაზი გამოსვა, მაგრამ მაინტერესებს აი წერის დროს თუ ფიქრობთ თქვენს პატარა მკითხველზე, რა მოეწონებათ, რაზე გაამახვილებენ ყურადღებას და აი პატამ როცა აღნიშნა რა განსხვავება ბავშვთა მწერალსა და მოზარდ მწერალს შორის, მე რატომ ხოც ისეთი თავშეჭდება მრჩება, რომ თქვენი მიმართულება უფრო რთული არის და უფრო სათუთი არის, იმიტომ რომ უნდა დაიწეროს და თუნდაც ითარგმნოს ისეთ ენაზე წიგნი, რომ ბავშვისთვის იყოს მარტივად აღქმადი, ხო? კი. მარტივიც უნდა იყოს და იმდენად მართალი და იმდენად ფანტაზიით დააინტერესოს და იმდენად მართალიც უნდა იყოს, რომ მათ კითხვებს გაუძლო შემდეგ და შემოტევებს. კი. გულწრფელად თუ არა დაწერილი ამ შემთხვევაში ბავშვთა რაღაცები გადასაცდელია, ხო? ხდებიან, კი, რაღაც თავის ბუნებრივი ფილტრი აქვს, რომელთაც ან იღებენ, ან არ იღებენ. ხო, ეგ დილემა არის, თუმცა ეს რაღაცნაირად ბუნებრივად გამომივიდა, მხოლოდ ალბათ იმიტომაც, რომ ჩემში ნახევარი ბავშვია ისევ და აი იმ ხრივ წერ, როგორც მე მომწონს, მე თვითონ რომ მომწონს, ისე რაღაცებს მითვალისწინებ, მაგალითად თანამედროვე ბავშვებს რაც უყვართ, ისინი შემოვიტანა ის ელემენტები, მაგალითად სუპერგმირი თუ არ იქნა, რაღაცა თქო ძნელია უკვე ბავშვების დაინტერესება, რაღაც ელემენტები შემოვიტანა, ის ჯადოსნურობაც, ის მოგზაურობაც, Google-იც რაღაც თანამედროვე ელემენტები არის, რაც ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს ერთგვარი ხრიკიც არის, ხო, რა შემოიტყუოთ თითქოს. აი ყოფილა შემთხვევა მაგალითად თქვენი ტექსტი ბავშვმა გაიგო სხვაგვარად და თქვენთვის ეს აღმოჩენა იყო და სხვა კუთხით შეხედეთ. კი, რაღაცნაირად დასასრულისკენ მქონდათ კითხვები და კიდევ არ მაპატიეს, რომ კაქტუსას მეგობარი თაგვი დაუტოვა სხვა მეგობარს. რაღაცნაირად საყვედურობდნენ და მეორე ნაწილში უნდა გამოვასწორო. ანუ მეორე ნაწილსაც ბოლომდე არ მოყვეს, თუმცა მეორე ნაწილი რახანებოდება. მეორე ნაწილსაც გეკმავთ ესე იგი. აბა სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ მაშინ. ანუ დაგითხრათ, რომ ისე არის დაწერილი, რომ ანუ რაკი მამა შუქრი უყვება ბავშვებს, ეს მის ფანტაზია რაკი უშვრეტია, შეიძლება რომ სულ გაგრძელდეს ეს ამბები. დიდხანს. ხო და ეს ნაწილიც ისე სრულდება, რომ ამბის დასასრული არ არის, რაღაც ეტაპი სრულდება, აფრიკაში მოგზაურა და ბრუნდება ეხა სახლში. და დანარჩენი ისტორიები შეიძლება რომ გაგრძელდეს და თან ბავშვებმა ძალიან ბევრმა მთხოვა გაგრძელება. მეც ველოდებოდი რეაქციას. თათოდ მკითხველი გაგრძნობინებს იმას, თუ როგორ გაგრძელდება შენი ამბავი ამ სფეროში და ამ გზაზე და ბავშვებმა მიკარნახეს, რომ უნდა გაგრძელდეს. შვენიერი. რაც შეეხება 35 კილო იმედს, აი ამ როლში თქვენ იყავით როგორც მთარგმნელი. არც ეს არის მარტივი, შეარჩიოთ მსგავსი სიტყვა, აკინძოთ წინადადება და გადმოსცეთ საბავშვო ლიტერატურაში ფრანგული და ქართულად ეს ყველაფერი. აი ეს გამოცდილება გაგვიზიარეთ. კი, ეს სრულიად განსხვავებული გამოცდილება, რადგანაც თარგმნის დროს ჯერ პირველ რიგში უნდა დაიჭირო მწერლის სტილი. სანამ დავიწყებდი თარგმნას, მწერლის რამდენიმე წიგნი წავიკითხე, რომ მისი სტილი დამეჭირა და ისეთ ხრობა ისე დამეწყო. აქ არ უნდა იყოს შენ ეს არის ანუ თარგმნელის ოსტატობა ერთგვარი, რომ შენ თავი ცოტათი გვერდზე უნდა გადადო. მსახიობივით როლში შესვლა საჭირო, რომ ბეისბოლი განმასახიერო, ოღონ ქართულად, ხო? კი. არის ისეთი ეს როცა მწერალი ხარ, მაგ დროს არის ალბათ რთული, იმიტომ რომ შესაძლებელია მხოლოდ თარგმნო, მაგრამ არ ქონდეს გამოშვებული საკუთარი მაგალითად წიგნი და ამ შემთხვევაში უკვე თქვენი როლიდან გამოდიხართ და სხვის როლში შედიხართ. კი ბატონო, ანუ ყოველს თავისი სტილი აქვს. ახლა მე როგორც მწერალს, ჩემი სტილი მაქვს, ყველაფერს ახაცნაირად იმ სტილზე ვწერ, თუნდაც სტატია დავწერო თუ ჩვეულებრივი პოსტი თუ რაღაც ჩემი სტილი მაქვს, რა თქმა უნდა და ანა გალოძას თავისი. ამიტომ თუ მთარგმნელი ხარ, ანა გალოძას სტილი უნდა დაიჭირო და გადმოიტანო ისე, რომ ქართული მკითხველისთვის იყოს საინტერესო. ანუ გამოდის რომ ენა ფრანგულიც, ანუ უცხოენ რომელსაც მუშაობ, უნდა იცოდე კარგად და ქართული ენა უფრო კარგად.
კულტურალურად უნდა იცნობდეთ იმ წერალს და იმ გარემოს, სადაც ცხოვრობს გინდა რომ ზუსტად იმიტომ რომ მექანიკურად გადმოტანილი რაღაც წინადადება თარგმანი რასაც თქვენ აღნიშნავთ, ახლა იქ რაღაც კონკრეტული დაუშვათ რაღაც პარიზის ქუჩაზე რაც მოხდა ქართულად პირდაპირ რომ გადმოთარგმნო შეიძლება შინაარსი არ ქონდეს, იმიტომ რომ იმ ქუჩაზე რაღაცა შეიძლება ისეთი რაღაც არის, რაც იქაურებისთვის, ეს თუ ახსენა, ესე იგი ეს ნიშნავს კი ბატონო. და ბევრ რაღაცას განმარტება სჭირდება, რა თქმა უნდა, ქართველი მკითხველისთვის და შესაბამისობა ყველა მისით რომ ანდაზები ზუსტად არ ითარგმნება, არის რაღაც გამოთქველი გუშინეს ბავშვები მკითხეს რამე სიტყვა თუ არისო თქვენიო და მე გავახსენდა ბოლოს რომ სიტყვა ჯიგარო მაგალითად რაღაცაებს შევეფერებოდა იმ სიტუაციას და უნდა გამოიყენო რაღაც ესეთი რაც ქართულისთვის არის დამახასიათებელი და არა ფრანგულისთვის. ამიტომ არის სრთული ქართველი მკითხველი ესე. თან დახვეწილი რომ იყოს სტილისტიკა. მნიშვნელოვანია ვიდრე სიტყვით გადმოტანა. ეს არ არის სამეცნიერო არ უნდა დაიკარგოს ხო ის, მაგრამ შენ უკვე ეს ოსტატობაზე არის როგორ მოარგებ ენას. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, როცა მეორე ნაწილი გამოვა კაქტუსას, აუცილებლად გაგვიზიარებთ აი იმ შინაარს და იმ დამოკიდებულებას შეფასებას ბავშვების მიერ, როგორიც იქნება. 33 წლის ვარ, არ ვიცი, ასე მგონია რომ ბავშვი აღარ ვარ, ისე შემიტყო. 1-5 წუთით მოვწყდი. მაშინ ჩვენ უკვე დავამთავროთ განაცემა და შეხელს არ შეგიშლით, ყველა გავიძახოთ აქედან. დიდი მადლობა, კარგად გზარდებოდეთ და ბარემ თქვენც კარგად გზარდებოდეთ. ხვალ შეხვდებით ერთმანეთს პირველ საათზე უცვლელად ამ სტუდიის. კი ბატონო. სტუდიიდან თქვენ კი თქვენი სავარგზლებიდან ან და ბავშვებს მეუთხრათ აუცილებლად თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ და არ იცოდით ამ წიგნის შესახებ, ახლა გირჩევთ რომ წაიკითხოთ და მე ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი შეგრძნებები და ემოციები.